მგონი ყველას საინტერესო თემაა. ერთი წუთით გავდივარ, გავალ Facebook-ზე. ვერ შემოდის. მოგესალმებით ყველას. დღეს ვიწყებთ ისევ საზოგადოებრივ გუშაკს. დღეს გვაქვს თემა, რომელიც ჩვენი აზრით არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი საუბარი არის ამ თემაზე. ყოველ შემთხვევაში მოსახლეობისთვის ეს საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ გვინდა გავცეთ რამდენიმე შეკითხვას პასუხი. ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა. საიდან ვიწყებთ, როგორ ვიწყებთ და რა არის საერთოდ ზოგადად ეს პროცედურა, როდის შემოდის და მე ერთადერთი რაც მინდა ძალიან მოკლედ გავაკეთო შესავალი ამ პროცედურასთან დაკავშირებით, თვითონ გარემოზე ზემოქმედების შეფასება პირველად გაჩნდა საქართველოში 96 წლიდან მოყოლებული და ჩვენ პირველად გავიგეთ, რომ ესეთი რამ შეიძლება ყოფილიყო მიუხედავად იმისა, რომ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის დროს უკვე ეს პროცედურა იყო საბჭოთა კავშირის მიერ თავის დროზე მიღებული, თუმცა ის განსხვავდებოდა იმ პროცედურიდან, რა პროცედურაც მიიღო 96 წელს უკვე საქართველოს კანონმდებლობა. გარემოს დაცვითი ნებართვის შესახებ კანონი, რომელიც იყო საწყისი ამ პროცედურისთვის, და ჩვენ ესეთი შეკითხვაც დავსვით გარემოს დაცვითი ნებართვიდან გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებამდე, ანუ პირველი კანონი, რომელიც იყო მიღებული, იყო გარემოს დაცვის ნებართვის შესახებ და პარალელურად იყო მიღებული კიდევ ერთი კანონი ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად იყო შესული მთავრობიდან. გარემოს დაცვის ნებართვის შესახებ კანონი იყო მიღებული პარლამენტის კომიტეტის მიერ შემუშავებული. თავის დროზე ამაზე პირველად გაცხადება და პირველი მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ გვყავდა ამ საკითხთან მიმართებაში, ეს იყო სულ ახალი პროცედურისთვის და ჩვენ ბევრი არაფერი არ ვიცოდით. იყო ესეთი ინგლისური კომპანია კონსალტინგი ERM-ი, რომელმაც პირველი, ესე ვთქვათ, ტრენინგები ჩაატარა გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, უბრალოდ გარემოს დაცვის სამინისტროში შემდეგ 94 წელს და პირველად გავიგეთ, რომ ესეთი პროცედურა როგორ მუშაობს ზოგადად ევროპულ ქვეყნებში და საერთოდ ინგლისში. ძალიან საინტერესო იყო ეს გამოცდილება. ERM-ი არის ზუსტად ის ორგანიზაცია, რომელმაც გააკეთა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. იმ ლამანშის ესე გვირაბთან დაკავშირებით, მან ეს გამოცდილება გაუზიარა მაშინ საქართველოს ქართველ ექსპერტებს და ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც აგრეთვე მუშაობდა გარემოს დაცვის ნებართვის კანონზე, იყო გერმანიის გარემოს დაცვითი ინსტიტუტი, რომელმაც დაამუშავა ეს კანონი და ეს იყო პირველი საბჭოთა პერიოდში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველი კანონი გარემოს დაცვითი ნებართვის შესახებ. ზუსტად შეესაბამებოდა, მეტნაკლებად შეესაბამებოდა იმ პროცედურას, რომელიც იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე უკვე აღიარებული, თუმცა ჩვენ არ გვქონდა ერთი პროცედურა იმ პირველი კანონიდან გამომდინარე, ეს არის სკრინინგის პროცედურა, რომელიც არ იყო
ამ კანონში მითითებული. მაგრამ იყო კატეგორიები, იყო პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კატეგორია საქმიანობების და ეს იყო გამიზნული როგორც ინტეგრირებული ნებართვა რეალობაში, რომელიც ფაქტობრივად არა მარტო გარემოს დაცვით საკითხებს უნდა მოიცავდეს, არამედ სხვა ტიპის საკითხებსაც უნდა მოიცავდეს. ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო იმ პერიოდში, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ნაბიჯები, პირველი ქმედებები, რა უნდა გაგვეკეთებია, როგორ უნდა გაგვეკეთებია და საკმაოდ რთული პრობლემები იყო. თვითონ სიტყვა აბრევიატურა GZŠ, რომელიც ეხლა თითქოს ყველა მოსახლისთვის და ადამიანისთვის უკვე რაღაც ცნობიერებაში ზის, შემუშავებული და დარქმეული იყო ქართული ამბანი ქართული არ იღებს აბრევიატურას, მაგრამ ჩვენ გამოვიყენეთ აბრევიატურა და პირველად შემუშავდა ზუსტად გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, როცა ჩვენ გავაკეთეთ მოკლე აბრევიატურა GZŠ. და ეს მოკლე აბრევიატურა პირველად დაიწყო დაკანონება საქართველოში, ზუსტად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და ავტორის შემიძლია ვთქვა, სამწუხაროდ ის ადამიანი უკვე ჩვენთან აღარ არის, იოსებ საბაძე, რომელიც იყო ავტორი ამ აბრევიატურის, როცა პირველად ჩვენ შემოვიღეთ ეს პროცედურა. ძალიან რთული პერიოდები იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვაგებიებდით და ვერ ვაგებინებდით, რატომ იყო საჭირო ესეთი პროცედურის ჩატარება და პირველად იქ იყო მითითებული იმაზე, რომ აუცილებელი იყო საჯარო განხილვები, რომელზეც ჩვენ უფრო დეტალურად დღეს ვისაუბრებთ, გარემოს ზემოქმედების შეფასების დროს, რატომ არის აუცილებელი მონაწილეობა მოსახლეობის და საჯარო განხილვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის ნებისმიერი პროცედურის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა თავისთავად მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელზეც უფრო დეტალურად ჩემი კოლეგები ისაუბრებენ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მთავარი ეტაპი, რომელიც იწყება სკოპინგით, აგრეთვე არ ქონდა სკოპინგის პროცედურა ჩვენ გარემოს დაცვის ნებართვის შესახებ კანონში, პირდაპირ ვიწყებდით გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშით და შემდგომ უკვე, როცა ახალი კანონი იყო მიღებული, სამწუხაროდ მოდიფიცირება მოხდა და გარემოს ზემოქმედების შეფასების შესახებ კანონი ჯერ იყო მიღებული 2007-ში და შემდეგ უკვე ზუსტად აღარ მახსენდება შეფასების კოდექსი, რომელიც 2015-ში ხო თუ არ მეშლება იყო მიღებული. შედეგად ჩვენ მივიღეთ უკვე უფრო ახლოს მდგომი დღეს მოქმედი კანონმდებლობა, კანონი არის თავისთავად უფრო ასახავს ევროდირექტივას, გარემოს ზემოქმედების შეფასების დირექტივას, თავისი ყველა პროცედურით, სკოპინგით, სკრინინგით, სკოპინგით, შემდგომ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშით და შემდგომ აუცილებლად თემა, რომელზეც მინდა აგრეთვე დღეს გავამახვილოთ ყურადღება, მონიტორინგით. ანუ შემდგომ შეფასებით რამდენად სწორად ვითარდება თუ გადაწყვეტილება არის მიღებული. ანუ აქ მოკლე პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში უკვე 3 ვარიანტი გვაქვს ამ პროცედურის. იწყებთ კიდე ერთხელ ვამბობ გარემოს დაცვითი ნებართვით და მივედით გარემოს დაცვით გადაწყვეტილებამდე. რა პროცედურაა ეს? როგორ ვითარდება პროცედურა და რატომ არის ეს საჭირო? მე მინდა აგრეთვე დიალოგში უფრო მეტად გავუხატოთ და უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ბიუროკრატიული ტვირთია ეს ზოგადად ხელისუფლების მართვისთვის, თუ ეს სხვა რამეს ნიშნავს გარემოს ზემოქმედების შეფასება. როგორი კანონმდებლობა, რატომ უნდა იყოს ესეთი კანონი საქართველოში? რა არის რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ჩართულობა ამ განხილვებში და რატომ აპროტესტებს მოსახლეობა
ზოგჯერ გადაწყვეტილებებს, ვინ ატარებს მონიტორინგს. ესეც მინდა რომ ძალიან დეტალურად გავცეთ ყველაფერს ამას პასუხი. რა პროცედურა არის ეს? პირველ რიგში პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბდა, არის განსაზღვრული შედეგზე ორიენტირებული და ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ საქმიანობას. ეს ეხება ბევრ საქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობას, რომელზეც ძალიან მარტივად უნდა ვთქვათ, რომ რაღაცა საქმიანობა, იქნება ეს მშენებლობა, ქარხნის თუ იქნება ეს კონკრეტული რაღაცა საქმიანობის, ან ქიმიური მრეწველობის, ან მეტალურგიის, ან ჰიდროელექტროსადგურის, ან რაღაცა როგორ ზემოქმედებას მოახდენს ის გარემოზე და შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენ შევამციროთ მისი ზემოქმედება, როგორ უნდა იყოს ეს ასახული ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც მოდის. ვიწყებთ იქიდან, რომ მთავარი ასპექტი, რა თქმა უნდა, ჩადებული არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედება მოვახდინოთ გარემოზე, სადაც კონკრეტული ობიექტი უნდა აშენდეს. კონკრეტული საქმიანობა უნდა დაიწყოს ბიზნესმა. მე მაქვს შეკითხვა, ბიზნესისთვის ეს კარგია თუ ცუდია? როცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას ვიწყებთ. რას ასხვევს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, იმიტომ რომ წესით და რიგით მან უნდა დაასხვიოს ბიზნესი. ის უფრო კეთილგანწყობილია ნებისმიერი საქმიანობისთვის, ვიდრე გონიათ და ვიდრე ჩამოყალიბებული აზრია, რომ თითქოს ნებისმიერი საქმიანობა სერიოზულ პრობლემას ქმნის საქართველოში. არ ქმნის, თუ სწორად გაკეთებულია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შესაძლებელია, ოღონდ გითხარით სად, როგორ და რა ტექნოლოგიით აპირებთ რაღაცის გაკეთებას. ისე რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ და თუ ვაყენებთ ზიანს, როგორი ტიპის კომპენსაციები უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზიანი იყოს რაც შეიძლება ნაკლები. მოდით ამაზე შევეცადოთ გავცეთ პასუხი. აზიანებს ეს პროცედურა ბიუროკრატიული მექანიზმია თუ არ არის ეს ბიუროკრატიული მექანიზმი და საჭირო მექანიზმია. ვინ დაიწყებთ, ბატონ აკაკი, თქვენ თუ ბატონი მამუკა? ბატონო, არ არის პრობლემა. მადლობთ ქალბატონო ნინო და ის კითხვები რაც თქვენ დასვით საკმაოდ ესე ვთქვათ საინტერესო უნდა იყოს პასუხები აი ამ კითხვებზე, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე ბიზნესისათვის და მოხელეთათვისაც. რა თქმა უნდა, საქართველოს კანონი გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი ნამდვილად წარმოადგენს თანამედროვე გარემოს დაცვითი პოლიტიკის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, საკანონმდებლო აქტს. ეხლა იმისათვის, რომ პრინციპში კანონისმიერი, ანუ კოდექსით როგორ არის განმარტებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მე ამის ციტირება მინდა მოვახდინო, რომ საზოგადოებას კოდექსის მიერ, ესე ვთქვათ, განმარტება იცოდეს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აი ამაზე უნდა ავაგოთ შემდეგ ჩვენი აი ეს ანალიზი. გარემოზე ზემოქმედების შეფასება გეზეშე შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის პირველი დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას და სკრინინგის გადაწყვეტილების შესაბამისად კოდექსის მეორე დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოიცავს სკოპინგის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მის მხედველობაში მიღებას, კოდექსით გათვალისწინებული გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი
აღმჭურველი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ეხლა აი ეს არის განმარტება. თქვენ აბსოლუტურად სწორი კითხვა დასვით და შესაბამისად თუ როგორ ხორციელდება, რა ესე ვთქვათ, წარმოდგენა აქვს თვითონ საზოგადოებას აი ამ პროცესის მიმართ, ბიზნეს, აი მოდით გამოვხოთ ეხლა ის პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ სათანადო ყურადღებას და სასწრაფოდ ადეკვატური ქმედებების განხორციელებას. საუბედუროდ პასუხობ თქვენს კითხვას გარემოზე შეფასების, ესე ვთქვათ, ზემოქმედების შეფასება ეკონომიკურ აგენტებში, ბიზნესში მიჩნეულია ბიუროკრატიულ ტვირთად. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ეკონომიკური საქმიანობისთვის არ მიაჩნიათ ხელშემწყობად. საუბედუროდ, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული ასეთი ხედვა არასწორი და აი სწორედ ამას სჭირდება ეხლა ადეკვატური ქმედებების განხორციელება, მაგრამ მე მაგალითის სახით და შესაბამისად გავიხსენებ რა ისტორიას, ამერიკელებმა გარემოზე ზემოქმედების შეფასება 1979 წლიდან ესე ვთქვათ შემოიღეს, დამტკიცებულია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის აქტით, NEPA და ევროპელებისთვის 1985 წლიდან ევროპის საბჭოს დირექტივა არის შესაბამისი და გარემოზე ზემოქმედების შეფასება სწორედ ბიუროკრატიული ტვირთის შესამსუბუქებლად და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისთვის უაღრესად ეფექტურ საშუალებად იქცა. ხოლო შემდგომში უკვე რა, აგერ 90-იანი წლები, როდესაც დაიწყო მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს გარემოს დაცვით პრინციპად იქცა. და სხვათა შორის გარემოს დაცვის ჩარჩო კანონში ეს პრინციპი მითითებულია ბატონებო რა. რატომ ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი? მოდით რა, თვალი გაუსწოროთ ყველაფერს და სიმართლე შესაბამისად აი შეფასებას, როდესაც გავაკეთებ და პრობლემებს გავუყურებ, უფრო ადვილად დავძლებ შემდეგ აი ამ ესე ვთქვათ უარყოფით სტერეოტიპს, ჩამოყალიბებულ აზრს. რატომაა რომ ბიზნესისთვის, მეგობრებო, გარემოზე ზემოქმედების შეფასება მხოლოდ ბარიერს წარმოადგენს, ესეა გათავისუფლებული და რამოდენიმე ათეულ ბიზნესმენთან ამ თემაზე ნასაუბრებ, გამიგეთ? საქმიანობის განხორციელებისათვის გადაწყვეტილების მიღების გზაზე მათ მიაჩნიათ, რომ რეალურად რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახდინონ აი ამ საქმიანობის განხორციელება, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება გარემოს დაცვით და გარემოს დაცვის და შესაბამისად საამშენებლო ნებართვა. ეხლა ბუნებრივია უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად ეფექტურია საკანონმდებლო რეგულაციები და აღმჭურველი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, ან საერთოდ თუ არსებობს ასეთი რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობდა ბიზნესის განვითარებას და რეალურად ქვეყნის მდგრად განვითარებას. პირველი, რაზედაც მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. უნდა ვთქვათ ეს აუცილებლად, რომ საკონსულტაციო ორგანიზაციების, ანუ კონსულტანტების მიერ შემუშავებული სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები ხშირ შემთხვევაში, ყველას მე ნამდვილად ვერ გავაიგივებ გამონაკლისების გარდა, ვერ პასუხობენ კოდექსის მოთხოვნებს. არა კვალიფიციურობა, არა მეთოდოლოგიური კვლევები, პროცესების არაპროფესიული შეფასება, პლაგიატი. ასეთი დოკუმენტებით, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებით, საქმიანობის განმახორციელებელი ვერ ღებულობს სათანადო შემოქმედებას. ერთი სიტყვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება მისთვის არის როგორც გითხარით გარკვეული ბარიერი და ესაჭიროება გადაწყვეტილების მისაღებად. უნდა ითქვას, რომ ამას ხელს უწყობს კოდექსში არსებული განმარტებაც კონსულტანტის შესახებ. აგრეთვე უნდა ითქვას, კანონი ფაქტიურად პასუხისმგებლობას არ აკისრებს კონსულტანტს.
და არც მარეგულირებელი ორგანოს თქვენ წარმოვიდგინეთ. აი კონსულტანტი როგორ არის განმარტებული მუხლის 3 პუნქტი K გარემოსდაცვის შეფასების კოდექსში. კონსულტანტი პირი, ანუ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი, რომელსაც აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვალიფიკაცია, სამეცნიერო, ტექნიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობები. ოდიში, მაგრამ ისმის კითხვა, ლოგიკური კითხვა არის, ყველას გაგიჩნდებოდათ ახლა ეს კითხვა. როგორ იზომება და ვის მიერ კვალიფიკაცია, სამეცნიერო, ტექნიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობები. მიზანშეწონილი იქნებოდა საკანონმდებლო აქტით, ანუ რაღაც ესე ვთქვათ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით მაინც კონსულტანტთა კატეგორიების რანჟირება და მათი სერტიფიცირება. აგრეთვე შესაბამისი რეესტრის არსებობა. აი, თუ არ იქნება სერტიფიცირება, ყოველ შემთხვევაში რაღაც მოთხოვნას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ესე. ჩვენ ამის თაობაზე ადრე ნასაუბრები გვაქვს. და თქვით, რომ შესაბამისი დირექტივებიდან გამომდინარე, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს, აი მაგალითად, ევროპის დირექტივებში, ევროკავშირის იქ პირდაპირ ამიწერილი, რომ დოქტორი უნდა იყოს აუცილებლად, ან სულმცირე, ახლა ჩვენი პირობებისათვის, მაგისტრის ხარისხი მაინც უნდა გააჩნდეს, ხო? შესაბამის სფეროში, როგორიცაა გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტი და 10 წლის მინიმუმ პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში. კონსულტანტებს უნდა წარმოადგენდნენ ჯგუფის ხელმძღვანელი, რაღაც პირველი კატეგორია გამოვყოთ, ან სექტორის კონსულტანტი, პირველი კატეგორია, დანარჩენები ვთქვათ, მეორე კატეგორია საჭიროების მიხედვით, მაგრამ აუცილებელია განისაზღვროს მოთხოვნები კატეგორიების მიხედვით. კიდევ ვიმეორებ, მე არ გამომიგონებია შესაბამისად დირექტივები ევროკავშირის არსებობს დირექტივა გარემოსა და კლიმატის ცვლილების ინტეგრაცია ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობასა და განვითარებაში, იქ დამატება არის 5 გაკეთებული და შესაბამისად იქ განსაზღვრულია ყველაფერი. და რასთან დაკავშირებულია ეს პროცესი, ახლა ამის განმარტება შევეცდები. ისმის კითხვა, როდესაც პრობლემა ექმნება მეწარმეს, აი ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ვისაუბრია. არასწორი გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით. და მოდი დავაკონკრეტოთ ახლა რა არის ეს არასწორი ზემოქმედების ესე ვთქვათ შეფასება და შესაბამისად ესე ვთქვათ განსაზღვრა რაღაც გარკვეული ზემოქმედების მასშტაბების. მაგალითად, არასწორი დათვლილი დინარის ჩამონადენის ხარჯის, საძირკველთან გრუნტის გამორეცხვის, ღვაწობის მოვარდნის, სანაპიროს მოშლის, მეწყრული პროცესების და სხვა მრავალი მიზეზთა გამო, რომელიც უამრავია, გამიგეთ? და ჩვენ მაგალითებიც კი გვაქვს საზოგადოებრივი გუშაგის ეთერში დასახელებული, ხო? თუ რა გამოიწვია ამ არასწორმა შეფასებებმა და გარემოზე ზემოქმედების ესე ვთქვათ შეფასების ფაქტიურად ესე ზოგად ასპექტში განხორციელება. კითხულობ, პასუხისმგებლობა ვის უნდა დავაკისროთ? ადრე რომ არ დაეკისრათ არავის გასაგები, გამიგეთ? იმ დანგრეული ესე ვთქვათ ობიექტების გამო. ხომ არ უნდა ინაწილებდეს პასუხისმგებლობას, მეგობრებო, საკონსულტაციო ფირმა და გარემოსდაცვითი მართვის ორგანო ერთდროულად. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ არ იზარალოს, ბატონო? ზუსტად მაგი მინდა გავაგრძელო სრულად. დიახ. იმისათვის რომ არ იზარალოს, მოდით მე ამას კონტექსტში ჩამოვაყალიბებ ამ საკითხს და მე ვიბჟელოთ აი ამაზე რა. იმისთვის რომ არ იზარალოს არც მეწარმე სუბიექტი, არც სახელმწიფო და დაცულად იგრძნოს თავი როგორც კონსულტანტმა, ასევე სახელმწიფო მოხელე ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მეგობრებო, დამიჯერეთ. ხომ არ ჯობია გარემოზე ზემოქმედების შეფასების მაღალი სტანდარტით შემუშავებისთვის შევქმნათ ინსტრუქცია, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დავამტკიცოთ ეს ინსტრუქცია. ტექნიკურ, აი ზოგადი ინსტრუქციაზე მაქვს ლაპარაკი, რაც აუცილებელ სამართლებრივ მოთხოვნებს ესე ვთქვათ განსაზღვრავს. ტექნიკურ დავალებაში
და ტექნიკური დავალების კვალიფიციურად შემუშავებისთვის, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალი მოთხოვნა, რომ დაწყებული კონსულტანტის კვალიფიკაციიდან და პროფესიული გამოცდილებიდან მოთხოვნა უნდა არსებობდეს, გამიგეთ ამის. დამთავრებული გამოსაყენებელი მეთოდოლოგიებამდე და სტანდარტებამდე. შეიძლება ახლა თქვენ იკითხოთ, ხომ, არისო შემუშავებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელო და ის გამოიყენონ, მაგრამ ტექნიკური დავალება მოგეხსენებათ სამართლებრივად საერთოდ სხვა დატვირთვის და სხვა მოთხოვნების დოკუმენტი არის, მეგობრებო, გამიგეთ? ჩვენ აი ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. მე მოდი ცოტა ჩავერთვები ამ მომენტში რა ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი მეთოდოლოგია და ნებისმიერი დებულება, რომელიც არის გამომდინარე უკვე კონკრეტულად ასე ვთქვათ, კანონიდან გამომდინარე, ეს არის იგივე ინსტრუქცია, უბრალოდ ამას სჭირდება დამტკიცება. იმისთვის, რომ შევიდეს ძალაში. და შესაბამისად ამ მომენტიდან გამომდინარე მე არ მახსოვს რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების ასე ვთქვათ მეთოდოლოგია როგორ უნდა გაკეთდეს ეს დოკუმენტი რას უნდა მოითხოვდეს რომ დამტკიცებული იყოს არ ვიცი შეიძლება მეშლება ეს ერთი არ მოითხოვს მეორე თუ გვინდა რომ ნორმატიული აქტის სახე კონდეს კატეგორიზაცია მოთხოვნა ვინ უნდა იყოს მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცაა მე ძალიან კარგად მახსოვს როცა ჩვენ ვიწყებდით ამ პროცედურას ფაქტობრივად ყველა საქმიანობაზე გაკეთებული აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას გაკეთებული აქვს შესაბამისი სტანდარტი რას უნდა მოიცავდეს ეს თუ ის საქმიანობის ჩამონათვალი. ანუ რა უნდა იყოს გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში საბოლოო ჯამში, სკოპინგში და გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში აღწერილი. ანუ ყველა საქმიანობას ჰქონდა თავისი. ჩვენ რა თქმა უნდა ეს ვერ შევძელით, მაგრამ ერთადერთი რაც მე მახსენდება, რომ ჩვენ გავაკეთეთ როცა ვაკეთებდით ბაქო ჯეიხანზე გარემოს ზემოქმედების შეფასებას, ჩვენ გადმოვიღეთ და დავნერგეთ მილსადენებისთვის როგორი ტიპის გარემოს ზემოქმედების შეფასება გვჭირდებოდა. ანუ ეს იყო გაკეთებული, იმიტომ რომ ერთი მიმართულება დავიჭირეთ, დანარჩენების საქმიანობებზე არ გავკეთებია. ანუ ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ესეთი ტიპის ინსტრუქციები, გინდა ინსტრუქცია დავარკვიოთ, მაგრამ ეხლა დროა უნდა იყოს ყველა საქმიანობაზე გაწერილი, იმიტომ რომ არის საქმიანობები, რომელსაც რაღაცა კონტექსტი მაგალითად არ ჭირდება. და შენ ამას copy paste დაკეთებ ყველა გარემოს ზემოქმედების. აგაშენოთ, მაგრამ აი ეს ზუსტად მაგ თემაზე მიდე ეს მომენტი არის ერთი წუთით. ეს მომენტი არის ყველაზე რთული. ბატონო მამუკა, იქნებ თქვენ გვიპასუხოთ, რას ვაკეთებთ საბოლოო ჯამში, ჩვენ საბოლოო ჯამში რატომ არის ხარისხი გარემოზე ზემოქმედების, თუნდაც სკოპინგის ანგარიშის ესეთი დაბალი ბევრ შემთხვევაში და რატომ არ არის, რატომ არ ასახავს ის სინამდვილეს? რატომ არის ამდენი შენიშვნა? ქალბატონო, პოლიტიკური ნების საკითხიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რო არ დავადანაშაულოთ, რომ ვიღაცა კონსულტანტი ცუდია თუ კარგია, ხო, ჯერ ერთი IQ-ს ვერ შეუპასებ ადამიანს რასიზმია, ხო? არა, მაგას მაგი არ გვაინტერესებს, მაგრამ კონსულტანტებს ერთი წუთი, ბატონო, ძალიან შეიძლება ჯერ ბატონო მამუკას და მე დავიწყო. კი, ჩვენ საუბრობთ, ბატონო მამუკას მილიონჯელა გვაგეკითხა. თუ შეიძლება. ვიცით რომ კონსულტანტების შეფასების ხალხშორის ამ კანონმა და მანამდე კანონებმა შეგნებულად სერტიფიცირებაზე უარი თქვეს. უარი თქვეს, კი ბატონო. აი ბატონო, თქვა უარი. დავნერგოთ, ანუ არც ეს არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, სერტიფიცირება დავნერგოთ, უბრალოდ მანამდე პრაქტიკულად არ გამოდგებოდა, იმიტომ რომ ფორმალურადაც კი არავის არ ქონდა გარემოს დაცვა დამთავრებული. აი, როდესაც ქალბატონმა ნინომ ეს კანონი შექმნა, მაშინ უბრალოდ დარგი არავინ არ იყო. ეთახმებით, გავიდა უკვე 20 წელი. დიახ, მხოლოდ ორ ადგილას იკითხება, ბატონო აკაკი, იცი თქვენ და ერთ თქვენ კითხულობთ და მეორეს მე. ამ იმას, ორ უნივერსიტეტში. მამარი ახლა კობახიძემ რო გამოაცხადა განათლების რეფორმი არ მოგვიწიოს ახლა ჩვენ იმაში რა ხვდებით შორის კობახიძემ და იქნებ რამენაირად მივიტანოთ ეს რომ რეალურად
მაგრამ პოლიტიკურ ნებაზე რატო ამბობთ? იცით ბატონო აკაკი, მით უმეტეს თქვენ გამოცდილი ბიუროკრატები ბრძანდებით, მინისტრი ბრძანდებოდი და მინისტრის პირველი მოადგილე. რამდენიმე ფორმაციის დროსაც, არა მე კარგი გაგებით ვამბობ. იგი მესმის, რაც არ უნდა თქვა, ადმინისტრატორი, ესე დავარ. ბიუროკრატიული სამონაკო. კანონში არის ჩანაწერი, რომ სახელმწიფო უნდა შემუშავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების. შემუშავებული არის, კარგი, ცუდი არ არის. კარგი არ არის, იმიტომ რომ კონსულტაციები არ გაუვლიათ არავისთან. გამოაქვეყნეს, დაგვივიწყეს, მე ერთი არ დაურეკავთ და არ უთქვათ, რომ მობრძანდით ზაფხულში გააკეთეს, ესა სულ 2 კვირა მოგწეს, ანუ ფორმალურად ჩაატარეს, მაგრამ რო ეკითხები, იცით, გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ დაამტკიცეთ რამეთი ეს პროცედურა? ეს სახელმწიფო და გიწერია კანონში, რომ კაი, სოფლიოში ამას გაიდლაინი თქვია, თქვა, გეზეშეს გაიდლაინი თქვა. ჩვენთან კაი, ნორმატივი, რა ქვია, ნორმატიული მას რეგლამენტი დავარქვათ, კი ბა, არ რეგულაცია დაარქვეს. სახელმწიფო გაიდლაინს ნიშნავს, მომწონს. Guideline ეხა ვერ უბრძანებ რომ მაინდა-მაინც ესე გააკეთე, მაგრამ ჩარჩოში უნდა ჩასვა, მაგრამ არ შებოჭო. ხო, კონსულტაცია შეიძლება ისე რა ინოვაციური შემოგთავაზოს რაღაც ახალი მეთოდი, რომ მე განაახლო კიდევაც ეშენი guideline. მაგრამ რომ მეუბნევით რომ დაამტკიცა მინისტრმა, არ კარგით, არ გვინდა მინისტრი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თავმჯდომარეც კი არ ქვია, უფროსმა დაამტკიცა არ წერია კანონში რომ უნდა დამტკიცეს. აი გეკითხებით, ეხლა გამოცდილი ადმინისტრატორები და მმართველები ბრძანდებით. ეგ გითხარი ბატონო. მოიტანე პროცესის, რა ქვია, მოამზადე სახელმწიფო და თან კრიტიკული საკითხია ბატონ მაკაკიმ, როგორც დაახასიათა ეს გადაუდებლად საჭიროა. ეს ვიღაცამ ხო უნდა დაამტკიცოს, ვიღაცამ ხელი ხო უნდა მოაწეროს, რომ დამტკიცდა, შევიდა ძალაში. დამიდე ვებგვერდზე არ არის დამტკიცებული. არ შეუსრულებიათ ხალბატონო ნინო ეს მოთხოვნა კანონის. დოკუმენტი შემუშავებული, ამიტომ მოვთხოვოთ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხო უნდა უთხრათ ჩვენ კონსულტანტებს როგორ უნდა იმუშაონ. მაგალითად დიდი ხნის შემუშავებულია ჰესებისთვის guideline. კიდევ ძველი კანონის დროს ძველს ეხლა ამაზე ვისაუბრებ, ძველს და ახალს რომელს ვეძახი. შუათანა ძველს, ხო? 2007 წლის კანონი. არ ვარგო და იმ ძველს. და ამ საკითხს დაუბრუნდები აუცილებლად. იმ დროსაც კი იფიქრეს, რომ ეხლა ჰესებს ისე ვერ გააკეთებ გეზეშეს, როგორც მაგალითად მილსადენს. სხვადასხვანაირად უნდა გააკეთო. ამიტომ შემუშავებული აქვს იგივე სახელმწიფო დოკუმენტი ქვია. არ არის და არა guideline ქვია სხვა შორის ქართულად სახელმწიფო დოკუმენტი არ დაამტკიცეს არავის დამტკიცებული არ არის დარჩა დაუმტკიცებლად ჯერ ეს ერთი არამიზნობრივი ხარჯია გვეხმარებიან დონორები გვამუშავებენ ეს ბოლო დოკუმენტი სახელმწიფო UN-ის დახმარებით არის შემუშავებული პროექტის ფარგლებში გვაინტერესებს რამდენი დაჭდა რამდენი 100,000 დაჭდა ევრო, ლარი არა, მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვიღაცას ფულს უთვლი. აი ამ ხელა რესურსი ძალიან კარგი, კიდევ უფრო მეტი უნდა გადაუხადონ ეგეთ კონსულტანტებს, რომ მე ჩვენმა კონსულტანტებმა კარგად იმუშაონ, კარგი გაიდლაინით. სამწუხაროდ არ არის, ვერ ვიტყოდი, რომ კარგი გაიდლაინით, იმიტომ რომ კრიტიკული საკითხები, რომელზეც მე და ბატონი აკაკი, მაგალითად, პირადად ვსჯელობთ, კამათობთ, ვერ ვრიგდებით, იმიტომ რომ ერთ ადამიანს ერთი მოსაზრება აქვს, მეორეს მეორე, ორივე სწორია, ორივეს ინტერპრეტაცია სწორია, მაგრამ ვიღაცამ წერტილი ხო უნდა დაუსვას, მაგალითად თქვა რაღაცა კონკრეტულ საკითხს. როდის არის გეზეშე გასაკეთებელი და როდის არ არის. სკრინინგი საერთოდ მუშაობს თუ არ მუშაობს ჩვენ სისტემაში. დავწერეთ ხო ეს ხო უნდა გავგვიმა სკრინინგის გაშენად მერტმა ბატონო ამოგან. ხო, მაგრამ ბატონო ერთი მაინც მინდა ხო იუმორისთვის. უბრალოდ რომ ჩვენი კანონების დინამიკა როგორი იყო. 30 წელი გადის ქალბატონო ნინო 2026 წელს შორს არ არის. ერთ წელიწადში იქნება დღეს არის 18 ოქტომბერი, 15 ოქტომბერს არის 96 წლის მიღებული პირველი კანონი, რომელსაც ბატონმა ედვარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. და ეს 30 წლისავე იქნება 2026-ში. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ცვლიდით ამ კანონს. ჯერ ესეთი არაფერი უშავდა პირველს, გარდა იმისა, რომ სკრინინგი და სკოპინგი უნდა ჩაგვემატებინა, სხვა არაფერი არ უშავდა იმ კანონს. კარგით 2007 წელს მე ბენდუკიძის ეპოქას ვეძახი ამას მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ბურჯანაძემ მოაწერა ხელი 2007 წლის 1 იანვარს თუ არ მეშლება კი 1 იანვარს 1 იანვარს შევიდა ძალაში 2006 წლის რაღაცა 14 დეკემბერს 14 დეკემბერს, ანუ იმ გაჭირვებულ დროში, როცა ერთი იმიდან, რა ქვია, კრიზისიდან მეორე კრიზისში გადავდიოდით, ხო? გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ ერქვა ამ კანონს. ანუ
ნებართვა მივეცით გარემოზე ზემოქმედებაზე. პრევენცია კი არ მოვახდინეთ, ამას კი არ ემსახურებოდა, ნებართვის გაცემას ემსახურებოდა და ეხლა სპეციალურად დავგუგლე, ადრე გუგლავდი ხოლმე და დაგუგლა, ხო იცით როგორ არის, უყურებ, საიდან გუგლავ და მე საქართველოზე მელაპარაკებ და მე მაინტერესებს გლობალურად, სადმე ქვია თუ არა ამ კანონს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ესეთი ტერმინი არსებობს თუ არა. ამიტომ გამოვიყენე ქალბატონინო ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT-ს ვკითხე, თან შევედი ტემპორარიში, რომ ვერ გაიგოს ალბათ იცის მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნეიტრალურად უნდა მიპასუხოს და მე ახლა მინდა გაგიზიაროთ უბრალოდ ChatGPT-ს სასაცილო პასუხი. რომელ ქვეყნებში ქვია ზემოქმედების ნებართვა. საქართველოს იწყებს, არმენიით დაეწყო ამბანის მიხედვით. არა, საქართველოს ჩამოწერებთ ჩვენი მოგონებულია ეს კონსტრუქცია. სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი. ბელარუსში შენიშვნაა, რომ რუსული ტერმინია იქ უფრო ეკოლოგიური ექსპერტიზა, ამიტომ თლათ სწორი არ არისო. რუსეთის ფედერაცია არ არის ამ ჩამონათვალში. თვითონ ცდილობენ რომ თანამედროვე და ეს პოსტსაბჭო და ნამდვილად ცდილობენ, ნამდვილად. ყველას შემოგტენეს ჩვენ მაგალითად ბენდუგიცის მეშვეობით, ესე დავარქვათ, ხო, აბა რა დავარქვათ, ამათ ქალბატონო, სხვას არავის არ მოვიდა რა, ქართველებისგან ისესხა ყველა, თუ რუსეთისგან ინსტრუქცია მიიღეს ყველამ რომ ესე დაარქვითო. მაშინ შემოვიდა სიტყვა რეგლამენტი, რომელიც არ ითარგმნება ინგლისურ ენაზე. ეგეთი ცნება არ არსებობს. ეს არის გერმანული წარმოშობის სიტყვა, ალბათ რუსების მიერ მოგონებული, იმიტომ რომ გოსტებს ვეღარ იყენებენ და თავისი ინტუიცია რო არ ვარგა და თანამედროვე და აი ჩვენთვის, ჩვენაირი ქვეყნებისთვის რეგლამენტი ქვია მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებას, მაგალითად. მენეჯმენტის გეგმა ქვია მთელ სოფლიოში და ჩვენ რეგლამენტს ვეძახით. სასაცილოა ეს ყველაფერი და ქალბატონო, მე მეშინია რომ 10 წელი გადის 2017 წელს მივიღეთ მესამე კანონი, რომელიც არის აბსოლუტურად ნორმალური. დეტალების გარდა, რომელიც დარეგულირებადია აი დოკუმენტის დამტკიცებით, ჩვენ რო ეხლა ვსაუბრობთ, განვიხილოთ კიდევ ერთხელ. მაგრამ მე მგონია, რომ ამის განხილვაში კი არ შევალთ, ქალბატონინო, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაუბრუნდებით 10 წლის თავზე. იქითკენ მიდის, ჩვენი ქვეყანა 2026 წელს გავაუქმებთ ევროპა დირექტივებთან ძალიან დიდი შიში მაქვს ამისი და მაინტერესებს ერთი საიდან ისესხებენ ტექსტს, იმიტომ რომ რუსეთს აღარა აქვს უკვე ის ეკოლოგიური ექსპერტიზის, თქვენ იცით პრინციპული განსხვავება ეკოლოგიური ექსპერტიზასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას შორის. ბოლოში აკეთებ ყველაფერი რომ დასრულებულია, პროექტი მზად არის, ყველაფერი წესრიგშია, ვერც ალტერნატივებს იღლა, მერე იწყებ ეკოლოგიურ კვლევას, რომ ეკოლოგიაზე ფული დავხარჯეთო, რო თქვა. და კოსმეტიკური იყო ეს ყველაფერი. მე ამეთი არ ვადანაშაულებ საბჭოთა პერიოდს, ის ახალი იყო, ეს ახალი ხილი იყო და კარგი იყო, რომ რაღაცა მაინც ქონდათ. მაგრამ შეიძლება 30 კი არა, 40 წლით უკან დავბრუნდეთ. და არის ამის საფრთხე, ამიტომ მე მოუწოდებ ყველა კონსულტანტებს თვითონ ამ დარგის მესვეურები ვინც არიან, სხვათა შორის ძალიან კარგი პლეიადა. მე მიუხედავად იმისა, ქალბატონინო, ბატონო აკაკი, რომ ჩვენ ბევრს ვეკამათებოდით ამ ქალბატონებს, სხვათა შორის კაცები არ მუშაობენ, რატომღაც არ იწუხებენ დოკუმენტების კითხვით თავს. ეს ქალბატონები სად არიან ნეტა, სად მოღვაწეობენ, ძალიან კვალიფიციური. მე ხლა არ დავასახელებ, 3-4 შემიძლია ჩამოთვალო. ჩვენი დისკუსიების მიუხედავად, ხო, ეხლა ვინ არის, სახელი და გვარიც კი არ ვიცით. სხვათა შორის შეტყობინებებიც აღარ მოგწოდით, სკრინინგს ვისჩივის, არც კოპინგის, არც გეზეშესი, არც სეგეშესი, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და კიდე ერთი მინდა იუმორს რო დაუგვირდეთ. ქალბატონო, თქვენის მიერ შექმნილი კანონმა გაძლო 8 წელიწადის შესწორებამდე და რაღაცა კოსმეტიკური შესწორება იქნა შეტანილი. თქვენ იცით, რო შეხვალთ მაცნეში, რო დასერტავთ კანონს, გიჩვენებთ ბოლო ვერსიას, თქვენი ბოლო ვერსია არის 2-იანი თქვენ. რო დასერჩავთ 2007 წლის ბენდუკიძის დროინდელ კონსტრუქციას, მე ბენდუკიძეს იმიტომ ახსენებ ხშირად, რომ როდესაც საუბარი იყო, რომ აი ესეთი აქტები მიეღოთ, რომელიც განსაზღვრავდა რა და როგორ გეკეთებინა, რეგლამენტში გადავიტანოთ, მაგიო, მისი წინადადება იყო. მისი მოგონებული იყო დასახელებას. რა თქმა უნდა, მისი მრჩეველების თვითონ ხო არ მოიფიქრებდა ამას, ხო? მაგრამ ვიცით, ვინც იყვნენ ეს მისი მრჩეველები, გვახსოვს კარგად, სად არიან, გვაინტერესებს ახლა, რომელ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, მიმართულებას აძლიერებენ. 16 ცვლილება იყო შეტანილი. ქალბატონინო, 2000 მისი ბოლო ვერსია, რომელიც გაუქმებულია, არის 17 ნომრით. და ეხლანდელი კანონი, ქალბატონინო, 2017 წელს რო მივიღეთ, არის 17 შესწორებით. და თქვენ კარგად იცით, რომ არც ერთი ეს შესწორება არ იყო პოზიტიური. ყველა ეს შესწორება იყო დეგრადირება წინ პირველადი ვერსიით. ერთი იყო.
მოდი შევთანხმდეთ ამას. მე რა თქმა უნდა ვაზვიადებ, ეხლა რამდენიმე იყო კარგი იცვლება. არა, იყო ნარდა. ეხლა მოდი კიდე ერთ საკითხს ერთი წუთი აი ამის გაგრძელება უნდა იყოს, ეხლა ხალბატონო ლოგიკურად რო ჩამოვაყალიბოთ რა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საჭიროებს დაფიქრებას. ჩვენ ამაზე ვისაუბრია. მეწარმე სუბიექტები აი ამ რეგულაციასაც ეხლა მე რასაც თქვენ გეტყვით, მუხრუჩს უწოდებენ. მუხლი 5.12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის, საწარმოო, ტექნოლოგიის, განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა მათ შორის წარმადობის გაზრდა. ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა. ესე იგი, სკრინინგმა საქმიანობა შეიძლება დაუქვემდებაროს გზშ-ს, ხო? ან განთავისუფლოს გზშ-დან, ან საერთოდ უარი უყრას. საქმიანობის, ანუ აი ამ ცვლილებების განხორციელებისათვის. როგორ ფიქრობთ ახლა? აი მოდით ვიმსჯელოთ რა. საწარმოოს წარმადობის გაზრდის შემთხვევაში ტექნოლოგიური პროცესი იგივე არის. როდესაც ჩვენთვის ცნობილია და შესწავლილია, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს შესწავლილი ეკოლოგიური ფაქტორები. როგორც აბიოტური, ასევე ბიოტური. აგრეთვე გამიზნული, არაგამიზნული, პირდაპირი, ირიბი, კომბინირებული ზემოქმედება გარემოში, ხო? აი ამ საქმიანობიდან, რომელიც არსებობს, ტექნოლოგია იმკაც არ შეუცვლია, უბრალოდ წარმატება უნდა გაზარდოს. ეხლა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ადმინისტრაციული პროცედურა დროში, როგორ ფიქრობთ, უფრო ხომარ უნდა შევამციროთ. სხვა საკითხია, როდესაც ტექნოლოგიას ვცვლით, ამ შემთხვევაში კი ბატონო, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ადმინისტრაციული პროცედურა ჩვეულებრივად უნდა განხორციელდეს. ბატონო აკაკი, იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიდაც. ბატონო აკაკი, მე უბრალოდ მინდა რომ არ დავაბნიოთ მსმენელი და კაფიოთ თქვა. პირველი გავცეთ პასუხი. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის ის პროცედურა ყველა ევროპულ ქვეყნებში და ზოგადად განვითარებულ სამყაროში, ეს მარტო ჩვენი არ არის, მარტო ევროპული არ არის, რომელიც ეხმარება მეწარმეს მის საქმიანობაში. აგაშენა და აბარია მაგაზე ვსაუბრობთ. ამას ეს იყოს პირველი თეზა, რომელიც გვინდა რომ ჩვენ გავატაროთ. რატო ეხმარება? ჯერ ეს დავამთავროთ. ეხმარება იმიტომ, რომ მისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს. არც ღვარცობის ჩამოსვლა, არც მეწყერის მოსვლა, არც წყალდიდობა, არც გარეცხვა, არც შენობის მონგრევა, ან რაღაცის დარღვევა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დათვლილი და გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. რასაც თქვენ ამბობთ, როცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა, ან უბრალოდ გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ, არის ის, რომ შენ მეწარმე ხარ დაზღვეული, რომ შენ მოულოდნელი ფაქტორი არ გექნება. კი ბატონო, სწორედ. და შენი ბიზნესი იქნება წარმატებული და გრძელვადიანი. მას არაფერი არ შეეხება, იმიტომ რომ ყველაფერი ეს უნდა იყოს სცენარებით და პროგნოზებით გაკეთებული. რა თქმა უნდა. შემდეგი ბატონო მამუკა, ხო არ მეშლება რამე? არა, ყველაფერს სწორად ხალბატონინო. შემდეგ, როცა მე ვაკეთებ, რაღაცა წარმოება მაქვს და მაქვს რაღაცა რაოდენობის ნაწარმი. და ვზდი ამ პოტენციალს, იმიტომ რომ შემიძლია გავზარდო. მაგრამ ტექნოლოგიას არ ვცვლი, ადგილმდებარეობას არ ვცვლი, ალტერნატივა შეიძლება იყოს უბრალოდ როცა გავზდი რაღაცა მეურნეობები უნდა გავზარდო. შესაბამისად, ამისთვის შესაძლებელია, რომ სკრინინგმა უთხრას, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება არ გჭირდებოდეს მთელი პროცედურის გამო. მაგრამ ამისათვის მოდი ვთქვათ პირდაპირ, რომ ამის დიფერენცირება კანონში გაკეთებული არ არის. არ არის. გააგაშენა ღმერთმა. ამიტომ ვაფრთხობთ ბიზნესს
და გონია რომ ეს რაღაცა საშინელებას ეს არის მუხრუჭი, გამიგე? ერთხელ გავეცი ნებართვა, ერთხელ მივეცი ნებართვა, ერთი წუთით. ეს ნებართვა არის გრძელვადიანი. ჩვენ გქონდა როცა პირველად ვნერგავდით ამ კანონს, ყოველთვის ვამბობდით, რა ვქნათ, როცა ტექნოლოგიები იცვლება. ტექნოლოგიების დროს ზოგჯერ შეფასება ჭირდება კი არა, აუცილებლად ჭირდება, იმიტომ რომ ტექნოლოგიამ შეიძლება უფრო მეტი ზემოქმედება მოახდინოს. ტექნოლოგია ჭირდება, ნამდვილად. მაგრამ მაინც ეს უნდა იყოს უკვე გაცემულ ნებართვის დანამატი თუ თავიდან პროცედურა. ანუ რაღაც გარკვეული კვლევები უკვე ჩატარებულია. ხო და ამას უსვამ ხაზს, რომ ამ შემთხვევაშიც ვამბობდით, რომ ადგილს ხო ვერ შეიცვლის ის საწარმო, უკვე არის, უკვე იმ ადგილას. შეიძლება ან მისცე უფლება, რომ ტექნოლოგია გააუმჯობესოს, ან არ მისცე უფლება. მაგრამ პასუხისგებლობა ნებისმიერ სიტუაციაში არის გამცემ ორგანოზე. ექსპერტიზა ამას უტარდება, შეფასება ამას უტარდება, მაგრამ ეს კი არ უნდა იყოს ახალი ნებართვა. ეს უნდა იყოს დამატება არსებულ ნებართვასთან. იმიტომ რომ ნებართვა არის უვადო. ქალბატონო ნინო, აი სკრინინგზე როდესაც საუბრობ, სკრინინგამდე მივალ რა, ერთი სკრინინგი რას ნიშნავს? სკრინინგი ნიშნავს, რომ სრული პროცედურა უნდა ჩაატარო თუ არასრული პროცედურა უნდა ჩაატარო. წესით და რიგით სკრინინგი არსით არის ეს, მაგრამ შენ კანონში, დღევანდელ მოქმედ კანონში ესეთი ალტერნატივები არ არის მოცემული. ანუ ჩვენ საუბრობთ იმის აუცილებლობაზე, რომ რაღაც გარკვეული სახელმძღვანელო შესაბამისად ახსნა უნდა იყოს მოთხოვნა ინდიკატორების, რომ ბიუროკრატიული წნეხის გარეშე უზრუნველყოთ გადარჩევა, გამიგეთ და კიდე მაგას გულისხმობს ზუსტად, რომ ეს შეიძლება. ოღონდ კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს. გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება არის ერთხელ გაცემული საწარმოზე და მას უნდა კონდეს დამატებები და არა თავიდან პროცედურა. რა თქმა უნდა. ამას გულისხმობს. აი ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ დიახ ბატონო მამუკა. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ შემთხვევაში ვიწყებთ თავიდან ყველაფერს. აბსოლუტურად გეთანხმები. იცით რა არის განსხვავება და თქვენსა, ჩემსა და ბატონ აკაკისა და ბიზნეს შორის? ბიზნესს აქვს ძალიან დიდი ფული ჩვენთან შედარებით. ჩვენ არანაირი რესურსი ამის გავსი არ დაგვაჩნია და რატო ამბობ ახლა ამას? ნახეთ. იმიტომ რომ ჯერ ერთი თუ იმის საშუალება არ აქვს, რომ გეზეშე გააკეთონ, ესე იგი ვერ არიან კარგ ბიზნესში, არ აქვს საკმარისი რესურსი, ესე იგი არ ვარგანან როგორც ბიზნესმენები. მაგრამ ნახეთ თქვენ რო ჩართოთ ბიზნეს გადაცემები არა სახელმწიფო ტელევიზიაზე არ ვამბობ, იქ საერთოდ მოსმენა არ შეიძლება. ოპოზიციურ არხებზე რო არის, ორი ოპოზიციურ არხი, მოусმენეთ უბრალოდ. როდისმე გაგიგიათ გარემოს დაცვის სპეციალისტი გამოვიდეს და ამშვიდებდეს ბიზნესებს, რომ თქვენ ხელს კი არ გიშლით გეზეშე, ხელს გიწყობთ. არ არსებობს ბატონო. მაგის მცდელობა გვაქვს დღეს ბატონო. არა, მაგრამ ჩვენ Facebook-ში უფასოდ გამოვედით, არ არის. ნახეთ, მე მქონდა მცდელობა, დაურეკე ბიზნესის ამ გადაცემაში, რომ მოვისმინე უმსგავსო განცხადება ბიზნესმენის მხრიდან, ხო? დაურეკე და უთხარი, რომ ხო შეიძლება რომ მზადა ვარ დებატებისთვის. ხესებზე რომ ამდენს ლაპარაკობს, ხესების წინააღმდეგ კი არ ვამბობთ, არასწორად გაკეთებულზე ვსაუბრობთ და თუ შეიძლება ადამიანი ნამოხვანზე იყოს საუბარი, გამოგვდა ნამოხვანის მესვეული და მაგათ გამო ეხლა 383.2 მილიონი უნდა გადაიყადოს საქართველოს. იმიტომ რომ ეს ზემოქმედების შეფასების ადმინისტრაციული პროცედურაში მთელი რიგი დარღვევებით განხორციელებული კონკრეტულად ეგ მაგალითად ჩვენ ამაზე ერთი 5 საზოგადოებრივი გუშაგი მაინც აგვაქვს, მაგრამ ერთი წუთით ბატონო მამუკა მე იქამდე მინდა რა მივიდე რომ არავის შემთხვევაში რა ვერავის ვერ დავეთანხმები იმაში რომ ბიუროკრატიული რაღაც გარკვეული უაზრო მექანიზმი არსებობდეს და შესაბამისად ელემენტარულად მორჩილად ბიზნესი ესე ვთქვათ უნდა ასრულებდეს რაღაც გარკვეულ მოთხოვნას. გამიგეთ მე თვითონ ჩემი მეგობრები მყავს, რომლებიც უკვე 25 წლიანი, 30 წლიანი სტაჟით არიან და საკონსულტაციო ფირმის ხელმძღვანელია ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი და შესაბამისად გაგიჟებულია გაცოც. ვერანაირადო, ნუ რაღაც სისულელეებით მიხარვეზებენ, ნუ რაღაც გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც ფაქტიურად არ უნდა იყოსო ხარვეზიო, ანუ რაზეა საუბარი?
აი, როდესაც ჩვენ ცვლილებას ვახორციელებთ და მეწარმე სუბიექტს უნდა რომ განაახლოს, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გამოუშვას, ხო? ან თუ უნდა ტექნოლოგიური რეჟიმი შეცვალოს, კაცო. ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ აი სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც შეიძლება, აი მე თვითონ ყოფილი მოხელე, ხო, გეუბნებით, რომ შესაბამისად ჩვენ რაც შეიძლება ბიუროკრატიული, ესე ვთქვათ, ტვირთი უნდა გამოვაცალოთ მოხელეს. მე მაგას კი არ გულისხმობ. აი ამ აქედან ვლაპარაკა, ქალბატონო ნინომაც სწორად ბრძანა გამიგეთ, იმიტომ რომ კაკო ბატონო კაკი, ამას არ ვეწინააღმდეგებთ. უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს ესე უნდა იყოს. უბრალოდ, რაცაც ბატონი მამუკა ახლა საუბრობს, ის რომ ბიზნესი მიაჩნია, რომ ეს არის ზედმეტი ხარკი, ეს არა. ეხ მაგაზე არ არის საუბარი რა. პირიქით ბიზნესი ლაპარაკობს იმას, რომ მოგვაცილეთ ეს რეგულაციები, რომლებიც ელემენტარულად არა, თქვენ ლაპარაკობთ შემდეგ პროცედურაზე. მაგრამ მე ლაპარაკობ პირველ საწყისზე, ბიზნესმა უნდა მიიღოს აი ეს ბატონო აკაკი, კიდევ ერთხელ. თუ არ მოусვინეთ ერთმანეთს, არაფერი არ გამოგწევს. გისმენთ. ეხლა ჩვენ არ უსვენთ ერთმანეთს რა. რეალურად აუცილებლად უნდა შევძლოთ და ისე დავხვეწოთ საკანონმდებლო, ესე ვთქვათ, აქტები, რომ რეალურად ბიზნესი გავანთავისუფლოთ წნეხისაგან, ოღონდ მდგრადი მართვის პრინციპებიდან არ გავანთავისუფლოთ ის. მიმიხვდით? გასაგებია, ბატონო აკაკი. შესაბამისად, როდესაც საუბარი არის ცვლილებაზე, საწარმოო პროცესის გადაიარაღებაზე, მაგრამ ტექნოლოგია იგივე რჩება და შესაბამისად წარმატება უნდა იმდაც გაზარდოს, უნდა არსებობდეს ისეთი ინდიკატორები, რომლის საფუძველზედაც ელემენტარულად სკრინინგის პროცესში მოხელე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა ესეთი ზოგადი რაღაც ჩანაწერები და მის იმაზე არის, რა ქვია, განწყობაზე დამოკიდებული ელემენტარულად რა გადაწყვეტილებას ეს გამოიტანებენ. ბატონო აკაკი, მე არ მინდა რომ ბიზნესმენებმა ცუდად გაიგონ ახლა ჩემი მოწოდება მათთან. ნახეთ როგორი რაღაც არის, იგივე ეს პუნქტი რო ავიღოთ. ეს რომ თქვათ ვიღაცამ დაუხე ჯერ ესეთი უჩივლონ, ერთხელაც იქნება და მოუგონ სასამართლოში და მეტი აღარ გააკეთებს. მაგრამ დღეს ესმის, მაგრამ ერთ-ერთმა მაინც იჩივლოს, ხო? ერთმა მაინც იჩივლოს, თუ ეს აწუხებთ. მე არ მგონია რომ ეგეთი ელემენტარული დახარუზებები კი ნერვებს გიშლის, მაგრამ დიდი დრო არ მიაქვს და ბოლოს მართალი გითხრათ, ბატონო აკაკი, ჩვენ ვიცით რომ პინგ-პონგი აქვს ერთმანეთში და სულაც არაფერს არ აქვს. აი პინგ-პონგი უნდა ამოკვეთოს მაგრამ რა ქვია. მაგრამ ნახეთ კრიტიკული საკითხი რა არის, კრიტიკული საკითხი რას ნიშნავს ეს პუნქტი? აი ეს პუნქტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის გეზეშეს. ძალიან მნიშვნელოვანი. ავედი დირექტივებში ჩავიხედე, დიდხანს ვეძებე, ბატონო აკაკი, იმიტომ რომ პირდაპირ თარგმანი არ არის, პირდაპირ გადმოღება არ არის. და ესეთი პუნქტი მე გაიდლაინებში შევხედე ინტერპრეტაციაში დირექტივის და რას ემსახურება. თუ მოდერნიზაციას აკეთებ, წარმოების, უფრო უკეთეთი აღჭურვილობა, უფრო უკეთესი პროცესები შემოგაქვს, ამცირებ ზემოქმედებას გარემოზე და კიდევ უფრო მეტ პროდუქციას უშვებ, ხო? არავინ არ არის ამის წინააღმდეგი. უბრალოდ გეუბნება, რომ შემოიტან, შენ რო გონია რომ არ ახდენ გარემოზე, მოდი ექსპერტმა შეხედოს და გითხრას რომ არა მართლა არ ახდენ არაფერს, მხოლოდ გაუმჯობესდება. აი მაგალითი რო ავიღოთ, ტურბინა არის გამოსაცვლელი ხესზე, ხო? გამოცვალე ისეთი ტურბინა დააყენე თანამედროვე, რომელიც თევზს არ კლავს. ვინ არის მაგის ესეც მოთხოვნა, რომელიც საკანონმდებლო მოთხოვნად უნდა იქცეს, ეხლა რაც თქვენ ბრძანებთ ექსპერტთან დაკავშირებით. ნახეთ რა კამათი გვაქვს არა ბიზნესმენებთან, არამედ სახელმწიფო ორგანოებთან. ეს პუნქტი მაგისთვის არ არის და გეტყვით ახლა მაგალითს. თუ ვაკეთებ გეზეშეს, მაგალითად, გეზეშეს ვაკეთებ, დავწერე 2 ხესი უნდა გავაკეთო კასკადი. მე მივხვდი რომ იმ მივარდნილ მთაში 2-ს კი არა 1 ძლივს გავაკეთებ. ამიტომ სიმძლავრე გავზარდე 1-ის და 2-ის მაგივრად 1 გავაკეთე. და ვიძახი რომ აი ეს ხო დამიმტკიცეთ რომ უკვე გეზეშე დამტკიცებული. ახლა მე 1-ს ვაკეთებ, 2-ს კი არ ვაკეთებ, 1-ს ვაკეთებ. და ამიტომ თავიდან დამიმტკიცეთ და თურმე მე აღმოჩნდება რომ მილსადენის მაგივრად იმის რა ქვია ტუნელის მაგივრად მილსადენსდებენ კალაპოჩი და იწყება პროექტის ისეთი მოდიფიცირება რომელიც კაცმა არ იცის როგორ ზემოქმედებებს ეგ უკვე ტექნოლოგიური ასარქმევს კერძო სექტორი არქმევს იმის რა ქვია ექსპლუატაციის პირობების ცვლილება რისი ექსპლუატაციის ცვლილება ჯერ ექსპლუატაცია შეყვანილი არ აქვს სინამდვილეში დაწყებულიც არ აქვს დამტკიცებულიც კი არ აქვს ჯერ ნორმალურად
ნებართვაც კი არა გამოყვანზე, ნამოხვანზე იყო, ეგრე ექსპლუატაციაზე. არა მარტო უნდა გიდა ჩამოგიტყოთ რა მოხდა? ხო, გასაგებია. გასაგებია. ჩვენ დავაბნევთ. გაიხსენეთ და რა ვიცი კიდე რამდენი გიდა დაგიხსენეთ. ხო, ანუ ექსპლუატაციის პირობების შეცვლა დაარქვეს იმას, რაც იყო ალტერნატივების ცუდი ანალიზი. თუ ორი ხეცის ერთი გირჩევნია, რატო არ გქონდა მოხსენებული როგორც ალტერნატივა? ან თუ გქონდა მოხსენებული, რატო ვერ მოიგო ამ ალტერნატივამ, ხო? ანუ პრაქტიკულად ხელი მოაწერეს იმას, რომ ალტერნატივების ანალიზი არ ჩაატარეს ადეკვატური. ამიტომ ბატონო გაგიდა ამაზე დღესაც ვკამათობთ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან. ანუ თქვენ მოყავთ ისეთი მაგალითი ვიღაცამ ქაღალდები არ დაუწერა და მე ხა მაგალითი მომყავს, რომელზეც სრულიად გეზეშესგან გაათავისუფლეს ფაქტიურად. ნამოხვანის შემთხვევა კი, გაათავისუფლე, ნამოხვანის შემთხვევა იყო. ამიტომ ეს პუნქტი არ ემსახურება ამას, ეს პუნქტი ემსახურება თქვენ როდესაც ბრძანებთ სწორედ ის და იმის მაგერად რომ იქ გაუმარტიოს ბიზნესს პირიქით აძლევს კარტ-ბლანშს იმ ადგილას და იქ კიდე ურთულებს. ამიტომ ბიზნესი იძაბება თulis რომ ეს ცუდი პროცედურაა, იმიტომ რომ იქ გავაპარეთ ჩვენივრად და ვერავინ აბსოლუტურად გეთახმებით. ხო, ამიტომ ბატონო აკაკი ნახეთ რისი თქმა მინდა რომ ბიზნესმა უნდა გაიგოს რომ თავარი რასაც ემსახურება ეს პროცედურა არის კონფლიქტების გადაწყვეტა. მათ შორის გარემოს დაცვითი ყველაზე ნაკლებია. რამდენი პრობლემა შეექმნათ და ვერაფერი ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ საზოგადოება და მოსახლეობა იყო წინააღმდეგი. და რომ გაეკეთებინათ ნორმალური გეზეშე, ან ამ წინააღმდეგობას დაინახავდნენ ადრე, როცა ჯერ კიდე დასაკარგი არაფერი არ ეკნებოდათ. ან კიდე ამ წინააღმდეგობას დაძლევდნენ შესაბამისი მეთოდებით. ჩვენ ვახსენეთ იერემი და ჩვენი კოლეგა დამარუსტა მისი გვარი, სხვა შორის პირველი ფერადკანიანი, შავკანიანი კაცი იყო, გაგვიკვირდა რომ ესეთი მაგარი ექსპერტი ჩვენ საბჭოთა წარსულიდან გამოსული ვთვლიდით რომ არ შეიძლება ზანგიროჭკვიანი. ხობულეთის ისინი გახსოვთ, ხობულეთის და რა გააკეთეს ამ ეს როგებოდნენ ამ ტრენინგებს რამოდენიმე მილიონი ადამიანის დემონსტრაციიდან დაიყვანეს 300 ოჯახამდე იმიტომ რომ სხვებს არ ეხებოდა ეს საკითხი და ეს მშვენიერი მატარებელი რომელიც მთელი ევროპა მოძრაობს ეხლა აკეთებით და ვერავინ ვერ გზნობს რომ ერთ დროს ითვლებოდა რომ ეს გაუკეთებელია არავინ არ არის ბიზნესის წინააღმდეგი არავინ არ არის და მე კითხვა მაქვს ბიზნესმენების რატო არ გვიჭერთ მხარს რომ გეზეში არის კარგი პროცედურა ეთყობა ცუდი ბიზნესი გაქვთ ეთყობა ცუდი მშენებლობა ეთყობა ისეთი აღმოსავლეთ დასავლეთის გზა გინდათ როგორიც გვაქვს შეიძლება ეგეც იყოს მაგრამ ბიზნესი გვეუბნება ბიუროკრატიული მექანიზმებიდან ერთი წუთი ბატონო აკაკი რასაც ვფიქრობ აი გაკეთება რაღაცის ეხლა მე მინდა გავაკეთო ერთი ჩანართი ამ შევთანხმდით რომ ბიუროკრატიული მექანიზმი კი არ არის არამედ ეს არის ის რასაც იცავს ბიზნესი პირველ რიგში მეორე ეს არის სოციალური ასპექტების მოხსნა წინასწარ თან როდის ტარდება ეს პროცედურა სანამ დაიწყება როცა იდეა გაჩნდება რომ მინდა რაღაცის გაკეთება უკვე უნდა დაიწყო პროცედურა იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები არის ზუსტად სკოპინგის დაწყებით ან სკრინინგით დაიწყო სკოპინგის იწყებ მაგრამ ერთი რაღაცა სკოპინგი არის ფაქტიურად დავალება. როცა გადაწყვეტილება სკოპინგზე არის მიღებული უკვე სახელმწიფო სტრუქტურიდან, ეს არის შენი ტექნიკური დავალება, რა უნდა იყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში. ანგარიშის დაწერა და შემდეგ გასვენების გაკეთება. თორე ტექნიკური დავალება კიდე სხვა რაღაც დამატებითი. გასაგებია, ბატონო აკაკი, უბრალოდ მე გულისხმობ იმისთვის, რომ მარტივად გავიკოთ. მეორე პრობლემა, რომელიც აქ არის ძალიან მარტივი. შენ გიწერია რა უნდა კვლევები, როგორი ტიპის კვლევები გააკეთო. სკოპინგს ამტკიცებს სამინისტრო, ერთ თვეში შემოდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ვერ დავეთანხმები ესეთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ეთანხმები. იმიტომ რომ კვლევები, რომელიც მითითებულია სკოპინგში, ჩატარებული არა. ჩვენ გვეშინია, რომ პროცედურა გაიწელება უკაცრავად. პროცედურა კარგია რომ მიიღო ცვლილება კანონმა 2 წლის მაგივრად ადმინისტრაციული წარმოებიდან გაზარდეს 3 წლამდე ჩვენ ვითხოვდით 5-ს. რატო? იმიტომ რომ 5 წელი მინიმუმია რომ შესწავლა გააკეთოს ნორმალურად. უბრალოდ მიეცი საშუალება მეწარმეს რომ კი არ შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება, არამედ გააგრძელოს და სერიოზულად იმუშაოს. ჩვენ მაგალითი
რამდენიმე მაგალითი გვაქვს, როცა მოსახლეობა უწევს წინააღმდეგობას. თუნდაც ლაფანყური მოისმინეთ. შევთანხმდით, ხო, რომ ბიზნესი გააკეთებდა დაკვირვებას მოსახლეობასთან ერთად. წყლის რაოდენობა არის საკმარისი თუ არა? არ გააკეთე. რატომ? ეთანხმებით. რატო არ გააკეთე? იმიტომ ისევ ძალადობით ინდა თუ არა მომეცით ნებართვა. არ აშენდა ისე ჰესი. სხვა შორის მეორე მომენტია. მასეთივე ძალადობით, როდესაც მასეთივე ძალადობით გავაკეთე. ერთი ჰესი 80 მილიონი აღმოაჩინეს მერე ერთ წელიწადში ბინარეში. მე ერთი მომენტი მინდა. ლილოს ნაგავსაყრე, რომელზეც იყო კამათი, საშინელი, რომ ეს ტერიტორია არ ვარდა. ამისთვის. გადაწყვეტილება ისევ იყო მიღებული ხელების გადაგრეხვით, არა უნდა გავაკეთოთ აქ. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია პრობლემას უქმნის აეროპორტს, პრობლემას უქმნის ყველაფერს, რაც კი შეიძლება მოსახლეობას, ლილოს დასახლებას უქმნის. ხო და რეალურად რო ყოფილიყო ყველაფერი გათვალისწინებული, რაც უნდა ყოფილიყო და როგორ უნდა გაკეთებულიყო, იმიტომ რომ რა არის სკოპინგი? სკოპინგი ალტერნატივას, როცა თავაზობს, ამბობს, სად შეიძლება და სად არ შეიძლება გაკეთება. ანუ ვარიანტებს თავაზობს. ესე არ არის ბატონო. დიახ, იცით რა მინდოდა მე თქვა, ჯერ ესეთი აქ მინდა აუცილებლად ვახსენო არქის გენერალური მარცხმახსოვს გვარდა სახელი, უბრალოდ გუშინ წინ ინტერვიუ იყო აი ბიზნეს გადაცემაში და სხვა შორის ძალიან საინტერესო დისკუსია იყო მშენებლობის ასე ვთქვათ მდგომარეობაზე და რა თქვა იცით რომ ჩვენ საქართველოში უკვე ძალიან კარგად ვაშენებთ რაღაცები ავითვისეთ ამერიკის ბაზარზეც კი გავედით მაიამიში ვაშენებთ მშენებლობას და ბევრი რაღაცას იქითაც კი ვასწავლეთ ნუ რა თქმა უნდა აქეთ ვსწავლობთ არქიტექტორი ამერიკელი და იწუწუნა იცით რა არისო განსხვავებაო თქვათ წამყვანმა კითხრა ცოტა დიდ დროს მოითხოვს ამერიკაშიო ტრამპის პირობებში თურმე დიდ დროს მოითხოვს იცით ნებართვა დიდხანს გაგრძელდა ხო ამერიკაში ხო მაიამიში რატო ნეტა რა საინტერესო გეზეში ხო არ იყო რამდენიმე წელიწადი და ქალბატონინო ნახეთ მე მინდა უბრალოდ ჯერ ეს ერთი ბიზნესებზე რო ვლაპარაკობ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომ რომ მე ხლა მინდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც შევძახო აქედან ისინი ნამოხვანს არ აშენებდა მხოლოდ Enka Renewables მაგდენი ფული მაგ კომპანიას არ აქვს რომ ამხელა ხესი ააშენოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ფულის იმედი ქონდა მათ არ იციან რამდენი წელი ჭირდება ხესების დანერგვა და დაგეგმვას მე შეგახსენებთ რომ ნამოხვანი 60-იანი წლებიდან იგეგმება იმ დროიდან იცის მოსახლეობამ რომ აქ იქნება კაშხლები და სახლები არ გამოცვალა ხალხმა და ყველა ეხლა კულტურული მემკვიდრეობაა ხისგან აშენებული სახლები იმაში ლეჩხუმში სხვა შორის ძალიან კარგი მე თვითონ მონაწილეობდი მაკლივაში 2010 წელს შევადაროთ 50-60 წელი 2010 წელი ვინმე სახსოვს 2010 წელს რო გეზეში გაკეთდა 10 წლის წინ და სულ სხვა ინვესტორი რო იყო მანამდე რო პრეფიზებილიტი გააკეთეს 2005 წელს ცნობილი შვეიცარიული კომპანია შტუკი ხო და ეხლა შემდეგ clean energy მაიღო და მე Enka Renewables და ეხლა 383.2 მილიონი ვალი რო გაქვს ვისი არ ვიცით ვინ არის Enka Renewables ისიც არ ვიცით ვის უნდა გადაუხადოთ რამდენი წელი გავიდა ქალბატონინო 60-იანი წლების მერე გავალებოთ საბჭოთა წარსულს თავი 2003 წლის მერე რამდენი წელი გავიდა ჰიდროლოგია რით ვერ გაძომეს რა გახდა ამისთან რომ ხარჯების რიგი ჩამოაყალიბონ რომ ის მაინც გაიგონ რამდენს გამოიმუშავებენ ჰიდროენერგეტიკა და 3 წელს და 5 წელზე ვივაჭროთ ეხლა დიდი ხნის დამთავრებული გეზეში ყველანაირი დამთავრებული არის გეზეშის პრობლემა მან დარდგას სხვა პრობლემა აქვს გარემოს დაცვის გამო არ იყო დემონსტრაციები იმაში რა ქვია ქუთაისში 50000-იანი პირველად საქართველოს ისტორიაში თუ ვინმეს გონია რომ ეგეთი გათვითცნობიერებულია საქართველოს მოსახლეობა სამწუხაროდ არა ქალბატონინო ბიზნესი კი არა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც სოდავენ თუ შეიძლება მეტი დრო დაუთმონ ამას და თუ საქართველოს რამე აკლია რეგულაციებში დაგვეხმარონ მათი ვალდებულებაა ეს ჩვენი ვალდებულებაც არის ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ სოფლიო ბანკის ვალდებულება რომ კარგი გარემო იყოს გარემოს დაცვით ქვეყანაში და ბიზნესმენები ეს ბიზნესმენები არ არიან ისინი არიან მოლაპარაკეენები არ გვაკრიტიკებდნენ ბიზნეს გადაცემებით და ქალბატონონინო მინდა რომ პირადად გთხოვოთ თქვენ გისმენენ შედარებით თუ შეიძლება რომ რა ვიცი ისაკაძესთან მივიდეთ და დაგვისვით ეს თქვენა ხუთნი დაჯდნენ იქით და ვილაპარაკოთ როგორ შეუშალა გეზეშემ ხელი რამეს ან სეგეშემ
უბრალოდ აი დავილაპარაკოთ, ხო შეიძლება? ნამდვილად არ შეუშალა პირიქით. ხო შეიძლება რომ დებატები განმარტოთ მაგაზე მაინც. იმაზე არ მართავთ, რა ქვია, როგორი არჩევნები უნდა მოვაწყოთ, ხო? უნდა მოვაწყოთ თუ არ მოვაწყოთ. დებატებიც კი არ გავმართეთ, ისეთი ფიასკო განვიცადეთ. მაგრამ პოლიტიკამ თავისთავად გაანებოს, მაგრამ დაგვიძახონ ერთხელ ბიზნეს გადაცემაში და ვეტყვით, რომ ნუ ეშინიათ ამ ამბის. კარგი კონსულტანტებს თუ ვერ ნახულობენ, ჩვენ მოუნახავთ და ვეტყვით, იაფად გაუკეთებენ. კარგად. უბრალოდ ერთი მომენტია. მოდით აუცილებლად ერთი წუთი. მოთხოვნა არ იქნება, მოთხოვნა როგორც კი მოდით გაჩნდება. ერთმანეთს ვეთანხმებით ამას თუ არა, რომ საკანონმდებლო შესაბამისი მოთხოვნა უნდა არსებობდეს კონსულტანტების კატეგორიებთან დაკავშირებით. გარკვეული უნდა არსებობდეს. არსებობდეს. აი ახლა ჩვენ არ გვინდა ამას დროზე ამაზე თქვით ვარი, იმიტომ რომ არ უნდა გქონდეთ თავის დროზე პროცედურას ჩვენ არ ვიცოდით რა მოხდებოდა. ჩვენ არ გვინდოდა რომ საქართველოს ბიზნესი ამ მიმართულებით არ განვითარებულიყო. შემოვიდოდა უცხოური საკონსულტაციო კომპანიები და ვერ შემოვიდოდა ქართული საკონსულტაციო ეთანხმებით ხალბატონო ამიტომ არ შეიძლებოდა გრადაციის მაშინ არ შეიძლებოდა 80 მაშინ არ შეიძლება დღეს კატეგორიზაცია კი უნდა გავაკეთოთ მოთხოვნები უნდა გავაკეთოთ აი მოთხოვნა ჩავდაწეროთ მოთხოვნები უნდა გავაკეთოთ როგორი კონსულტაციური საკონსულტაციო კომპანია უნდა იყოს და კიდე მთავარი მოთხოვნა თვითონ კონსულტანტიც რა ბატონი ზურაბი შემოგვიერთდა ის რაც მაგალითად აი ბოლო პერიოდში გამოჩნდა თქვათ ლენტეხში ელემენტარულად რატომ არ ვიცით ვინ გააკეთა შეფასება ან ვინ გააკეთა კვლევა რატო არ არის მითითებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება აი ზუსტად მაგ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მიბიძგა იმისაკენ რომ აი ეს განცხადებები გამეკეთებია ზუსტად ის არის ესე იგი რომ გამაცნო და დავინახეთ და ელემენტარულად წავიკითხეთ და დეტალურად გავიარეთ თქვენ იცით იქ რა წერია თქვენ წარმოვიდგინეთ სინჯი ვინ აიღო და ესე ვთქვათ ინსტიტუტში რომ მიიტანა იმის სახელი და გვარიც კი არ არის მიწერილი რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად არის გრუნტები აღებული არც მეთოდოლოგია წერია არც ის წერია რომ ვინ გააკეთა ეს ამიტომ ეს მომენტი აი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა მოითხოვს რომ ყველა ექსპერტი ყველა დასკვნა რომელიც იწერება უნდა იყოს იდენტიფიცირებული ვინ გააკეთა ეს აღაშენოთ იმიტომ რომ მაგის შეფასება შემდეგ როცა კეთდება საბოლოო დასკვნა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იცოდეს რომ ჯერ ერთი ინტერესთა კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს ერთმანეთთან და არ შეიძლება ის ექსპერტი რომელიც წერს გარემოზე ზემოქმედების შეფასება ისვე აფასებდეს ამ დოკუმენტს ამიტომ არის საჭირო რომ ყველა გვარი იყოს ცნობილი ეს ერთი და მეორე კაფიოდ უნდა იყოს და ის თავისი ხელმოწერით თავისი პროფესიონალიზმით უნდა აგოს პასუხი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ამიტომ ვამბობ რომ ეს მომენტი სამწუხაროდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში ჩვენთან ნათელი არ არის ამიტომ ამას ჭირდება დაზუსტება ოღონდ კიდევ ერთხელ მე ბატონ მამუკას აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენ მზად ვართ გარემოს დამცველები დავჯდეთ ბიზნესთან და დამისახელოთ რატომ გონიათ რომ გარემოს დაცვა უშლის ხელს ეკონომიკურ განვითარებას ეკონომიკური განვითარების მიზეზი იმ წუთში გეტყვიან რომ ბიუროკრატიული მექანიზმი მოგვაშორეთო ხელს ბატონო აკაკი თქვენ რატო არ გინდათ მე რო გამიგონოთ ვერ გავიგე კაპიტონონინო გესმის ბატონო აკაკი უბრალოდ მე ვიმეორებ იმას რაც თქვენ თქვით ეკონომიკური განვითარების მიზეზით 2007 წელს გარემოს დაცვის ნებართვის კანონი გააუქმეს და შემოიღეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა ხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე საქმიანობები ამოშალეს საერთოდ ამ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ თურმე ძალიან არასწორი გადაწყვეტილება და რომ ესე იგი არ ვიცი ლიბერტარიანული მიგომა უაზრო. თურმე ინვესტიციებს შეუშალა ხელი ამ კანონმდებლობამ. პირიქით. ჩვენ ინვესტიციები შემოსული ვერ ვნახეთ ამ სფეროში. მეცაც გეტყვით ეხლანდელი კანონით 2017 წლის კანონით
ნებართვები არის გაცემული ჰიდროელექტროსადგურებზე ძალიან ბევრი, მაგრამ რატომღაც ისინი არ შენდება. იმიტომ რომ არც ერთი დოკუმენტი და მე მაინტერესებს ენერგია დახარჯა სახელმწიფომ, დასკვნა გააკეთა, ვიღაცა საკონსულტაციომაც გააკეთა დასკვნა. რეალურად რო არ არის შემოსული ძალაში, ანუ არ არის აშენებული და მერე გადაყიდვებს აქვს ადგილი ამ პროექტების, ამას რა ქვია? ეთანხმებით. ამას რა ჰესი ქვია? მოდით ეს გავაკეთოთ ეს არის კატასტროფა. იმიტომ რომ ჩვენ შევთავაზოთ რომ ეს სახელმწიფო გავხსენით ბაზარი. არ შესრულებადი პროექტების. გეზეშეს სახელმწიფო რომელიც არ არის დამტკიცებული, ამიტომ ექვემდებარება იმ გეზეშესში უნდა შევიდეს მაშინ ტექნიკური დავალების რაღაც გარკვეული აუცილებელი საქმიანობაზე უნდა იყოს გაწერილი. ესთან ერთად დავჯდეთ და რა არის, რა არ მოგწოთ, აბა მითხარით, რა დავაკონკრეტოთ. მაგალითად, თქვათ იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ წარმატებას ზრდი, ხო? და სხვა არაფერი არ ხდება. აი ეს ინდიკატორები, დიახ. ამ შემთხვევაში თქვენ დიდი ალბათობით სკრინინგით გაგათავისუფლებთ. თუმცა თუ დავინახავთ რომ ნარჩენები იზრდება რაღაც წარმატებასთან ერთად ნარჩენებიც იზრდება, უკაცრავად უნდა შეაფასოთ და პატარა დოკუმენტი დადეთ რაღაცა გვანახეთ რაც უშვებით. ავამატოთ თქვენს იმას. აი აბსოლუტურად. მაგრამ ნახეთ რაშია ბატონო აკაკის საქმე. სანამ აქეთ შემოგვადება ბიზნესი და მშენებლობა დავარქვათ, ხო, იმიტომ რომ ბიზნესი მიჭირდება. პირობითია ეს. მშენებლობები ყველა არის დონორების მიერ დაფინანსებული და სულაც არ არის კერძო ბიზნესები, ვინც იმ უმსგავსობას აკეთებს, რასაც ვხედავთ. მოდით ახლა ინფორმირებულობაზე საზოგადოების ეს კოდექსი ალბათონო ნინო, გარემოსდაცვითი კოდექსი არის მშვენიერი დოკუმენტი, ევროკავშირთან ჰარმონიზებული. ერთი გვითხრან ხინჯი სად არის და მოუნახონ ეს ხინჯი, ვერ მოუნახავენ. დეტალებზე ხო ვერც იფიქრებენ. ქალბატონო, მე თქვენ და ბატონ მაკაკიმ შეიძლება უთხრათ ეს დეტალები. ვერ მონახავენ, რომელი წერტილი და მძიმე უნდა გადავაადგილოთ. მაგრამ სად არის სამშენებლო კოდექსი? რომელი მოდელით არის ჩვენი სამშენებლო კოდექსი? ისევ საბჭოთა სამშენებლო კოდექსი თვითონ გამოვიდა ინფრასტრუქტურის მინისტრი, მე მგონი ეგრე ქვია, ხო, ეხლა ბატონი სოხაძე და თქვა, რომ კოდექსი დასამუშავებელი გვაქვს. მშენებლობის რას აკეთებდნენ 30 წელიწადი, სანამ გარემოს დამცველების საუკეთესო პრაქტიკას უნერგავდით. აქ ხო არ არის კონფლიქტი, რომ მათი კოდექსი არ ვარგა, მათი მშენებლობა არ ვარგა და ამ მშენებლობაში არ წერია გარემოს დაცვითი მენეჯმენტი რომ უნდა კონდეთ. თუ მენეჯმენტის სიტყვა არ გაუგიათ, რა არის და გარემოს დაცვითი მენეჯმენტი რა არის. ამიტომ სანამ აქეთ შემოგვედავებიან რამეზე ქალბატონო ნინო, ჯერ კოდექსი გააკეთონ ნორმალური, ან ამერიკიდან აიღოთ, მოიპარონ რომელიმე შტატიდან, ან ევროკოდექსიდან დანერგონ, ან არ ვიცი ბრიტანული დანერგონ, თუ გნებავთ. თუმცა ის არა, გოსტები რუსებს აღარ აქვთ უკვე, თვითონ აღარ იყენებენ უკვე ამას. გოსტებს და სნიპებს. და გოსტები უნდა მოვაშოროთ ბოლო-ბოლო ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, იმიტომ რომ არც ერთი მშენებლობა ნორმალური არ მიდის გოსტებით, ვერ წავა. იმ ხიდს ვერ გააკეთებთ გოსტებით, ეხლა რო აკეთებენ. მაგრამ სტანდარტი ჭირდება იმას. არეული რო აქვს ტვინში ადამიანი ერთზე როა გაზრდილი და მეორეს რო აკეთებინებენ, ეგ როგორ არის? გარემოს დაცვა აქვს შუაში? გარემოს დაცვის სტანდარტი როგორ ველაპარაკოთ, მშენებლების სტანდარტებზე არ არის საუბარი. ბატონო მამუკა, თქვენ არ დაგავიწყდით? ჩვენსაც მივხვდით, ბატონო მამუკა, ჩვენსაც რა ხმა უნდა. მაგრამ ეს ჩვენი ნაწილიც არის. ის რო არ ვარგა მშენებლობის ხარისხი, იმიტომ არის რომ გარემოს დაცვა ისე უნდა გაკეთდეს, რომ იმან ჯერ რამდენ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ იქნება სრულ კონტექსტში. ხო, მანამდე არ უნდა დაიწყოს, მაგრამ საუბედუროდ ისი არის, ესე ვთქვათ, ეს ეტაპები საამშენებლო გნებავთ იქ ტერიტორიის გამომზადება და პირველი, მეორე, მესამე ვერ გავიგე, როდის რას აკეთებენ. არა, მაგი ჩავიხედე და შეგნებულად ელემენტარულად ეხლა აბსოლუტურად სხვაგვარად არის მოსაწესრიგებელი, გამიგეთ, აი ეს ურთიერთობები გარემოს დაცვით გადაწყვეტილებასა და საამშენებლო USAID გვეხმარებოდა სამშენებლო კოდექსი. და 5 წელი ატრიალეს და ბოლოს გაგვანებეთ თავიო USAID-მა უთხრა რაც გინდა ის დაამტკიცეს, უნდა დაამტკიცეს ის რაც დაამტკიცეს. კოლეგებო, არ დაგავიწყდეთ, რომ დღემდე საქართველოში მოქმედებს 36 ქვეყნის სტანდარტი. ეს კანონი კი არ გაუქმებიათ. წინა ხელისუფლებაში რომ მიიღეს იგივე არის 36 ქვეყნის, რომელი სტანდარტით უნდა ააშენოთ, ხო არ იცით შემთხვევით. ღმერთმა დაგვიფაროს. ისეთი მიწისძვრა, როგორიც თურქეთში განვითარდა. ვერც ერთი ჩვენი აშენებული შეიძლება ვერ გაუძლოს
იმ სტანდარტებს, რომელიც უნდა იყოს. ვერც ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ვერ დაიკვეხნის, ერთ-ერთმა მერმა რო დაიკვეხნა, ხო, ვერც ერთი ვერ იყვეს. უფლებასო და მარტო ის სოფელი გადარჩა, ის დასახლებული. ხო და ამ სიტუაციაში, ამიტომ მოგებულობა ცოტა ცალკე ვილაპარაკოთ, გავაგზელოთ ეხლა ის თემა, რაც ბატონმა აკაკიმ წამოიწყო. საზოგადოების მონაწილეობა, ერთი წუთით ბატონ აკაკი ვიტყვის შესავალს. საზოგადოების მონაწილეობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. და ჩვენ რაღაცეები გვესმის, რომ საზოგადოების მონაწილეობა არ არის საჭირო, ზედმეტი ხარკია. მაგრამ მოდი დავიწყოთ შეკითხვებით. ჯერ ერთი ვატყობინებთ თუ არა მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი განხილვა იმართება. დავიწყოთ აქედან. მეორე, რამდენად ეფექტურია საზოგადოების გარდა, სად ვნახულობთ მერე ოქმებს, რომელსაც წერენ წესით. რომელიც 5 დღეში შეუძლია გაასაჩივროს თქმელმა იქ საზოგადოებრივ განხილვაზე, რომელსაც ვერ იპოვით ვერც ერთ ოქმს რომ მოინდომოთ. შემდეგ მომენტი, რომელიც არის ძალიან პრობლემატური. როგორც წესი, ნებართვა გაიცემა, მერე მიადგება ტრაქტორი რაღაცის მშენებლობას და იწყება მოსახლეობის ჯახი. ეს ხო დასაფიქრებელია. რატო მოსახლეობა რატო ჯანყდება, როცა უკვე ფიზიკურად ხედავს მოსულ ტექნიკას? რატომ არ არის მანამდე ინფორმირებული საზოგადოება? ანუ ეს ნაკლოვანება გვაქვს თუ არა გვაქვს ჩვენ საზოგადოებრივი განხილვების დროს? ხოთ? ესე იგი, გავიცე ხა მე მინდა რომ ის ჩემი საქმელი ვთქვა რა. ძალიან მნიშვნელოვანი და ბატონი მამუკაც დამეთანხმება, ჩვენ როდიდან დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ზრუნვა რა. კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მე ვიტყვი ხმამაღლა, რომ სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოების ინფორმირება. და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სკრინინგთან დაკავშირებით მუხლის 7 ნაწილი 5 სკოპინგთან დაკავშირებით ამ უაღრესად უმნიშვნელოვანეს, ესე ვთქვათ, გარემოზე ზემოშექმედების შეფასების ადმინისტრაციული პროცედურის აი ამ პირველ, ესე ვთქვათ, ფაზაში, რასაც საზოგადოების ჩართულობა ქვია არეგულირებს მუხლი 8 ნაწილი 2 და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მუხლი 11 ნაწილი 3. ეხლა შესაბამისად, რადგანაც ძალიან შეზღუდული ვართ დროში, რაში მდგომარეობს პრობლემა? ზემოქმედების დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი საზოგადოება არაინფორმირებულობის გამო ის რაც თქვენ ბრძანეთ ხალბატონო ნინო, ვერ ახერხებს საქმიანობის სკრინინგის, სკოპინგის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით განაცხადებისა და მათზე თანდართული მასალების გაცნობას. აგრეთვე საზოგადოებას უზნელდება მიიღოს ინფორმაცია განსახორციელებელ საქმიანობათა სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ, რასაც 32 მუხლი არეგულირებს. და აი ამ 32 მუხლი ყველაფერია ჩაწერილი ბატონებო, ყველაფერი აბსოლუტურად გარდა იმისა, როგორ ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაციას საზოგადოებას. ეხლა წარმოიდგინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივის, თვითმმართველობის, ან მერიებში და უგნებადმწარმომადგენლობითი ორგანოების შენობებში საინფორმაციო დაფებზე რომ არის ეს ინფორმაცია გამოკრული, ეხლა ძალიან მეეჭვება ის, რომ მას ჩვეულებრივად სადღაც, ესე ვთქვათ, 20-25 კილომეტრით მოშორებით გლეხი, რომელიც რაღაც თავისი რუტინული შრომით არის ფაქტიურად ყოველდღიურ პროცესში და ამას ის ინფორმაციას მიიღებს. ან კიდევ ეხლა ვერ მიიღებს მესმის, დიახ, ბატონო ზურაბ, თქვენ მოგეხსენებათ ხო რა მდგომარეობაც არის. ან კიდევ აი ეხლა გ-პუნქტი მინდა მოგახსენოთ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან და წარმომადგენელი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ანდაო ვებგვერდზეო, კი ბატონო, ეს მისაღებია ჩემთვის.
აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილზეო. წარმოგიდგენია ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, პოსტის ოფისი, ეხლა სავაჭრო ცენტრში თბილისში რაღაც ელემენტარულად უგნება ტრანსპორტის გაჩერებას ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, რომ გავაკრა ეს ისა, გამიგეთ და დამაჯერებებენ ყველა ვარიანტში რა. კაი, თქვათ გადავრჩით კაცო. რეალურად რა გვინდა ხალხო ეს ყველაფერი, ჩემამდე არ დადის. საკმარისია საინფორმაციო დაფა ვებგვერდი და SMS გზავნილები გაუგზავნოთ ამ ხალხს უიაფესი არის. უიაფესი. წარმოიდგინეთ რომ საქმიანობის სკრინინგის, სკოპინგის და გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით განაცხადებისა და მათზე თანდართული მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ცენტრის მიერ სათანადო ინფორმაცია ელექტრონული SMS-ების გზავნილით უნდა მიეწოდებოდეს ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. ან მუნიციპალიტეტის, ან მუნიციპალიტეტების, ესე ვთქვათ, მოსახლეობას. უიაფესია. აი ამ 7 წლის წინ ეს სადღაც 300 ლარი ჯდებოდა, რომ ერთ მუნიციპალიტეტს სადღაც 20-30,000 კაც რომ ისხლოდა ესეთი ინფორმაცია, გამიგეთ? რატო არ ვაკეთებთ ამას? 15-20 სხვადასხვა ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების გზავნილი მომდის. და ასევე მოგდის თქვენაც, ხო? აი რატო არ შეიძლება ეს რომ მიუთითოთ რომ აი თუ თქვენ გინდათ აი გაინტერესებთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეთ აქ. რატო ხდება ეს ვერა? იგივე საჯარო განხილვებთან დაკავშირებით. არ შეიტანეს კანონში ეს ჩვენი წინასწარი ეს იყო ჩვენი საქართველოს წვანითა მოძრაობა დედამიწის მეგობრების ოფიციალური, ესე ვთქვათ, წერილობითი მიმართვა, მაგრამ ეხლა იცით რა არის კიდევ? აი რატომ არის საზოგადოება ხანდახან აბსოლუტურად ინდიფერენტულიც, აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ განწყობილიც, ეს პროცესები ყველაფერი. იგივე იმ ევროკავშირის ქვეყნებზე, რომელზედაც ეხლა დღეს ჩვენ ლატომღაც ლაპარაკი არ ვინდა, ხო? რეალურად გავლილი აქვთ. იგივე აღმოსავლეთის სახელმწიფოებს, ევროპის. შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პრეროგატივას წარმოადგენს და მათ ყოველივე ეს არამხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ადმინისტრაციული პროცედურის პროცესი უნდა შეასრულონ. არამედ აი სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასების ადმინისტრაციული პროცედურის დროს უნდა დაიწყონ და თუ საჭირო იქნება საზოგადოების განათლებაზე უნდა იზრუნონ. არის სპეციალური დირექტივები, რომელიც გაწერილია სხვათა შორის აი ტექნიკურ დავალებაზე რომ მოგახსენეთ, ხო? აი იქ შავი თეთრზე არის ეს ყველაფერი მიწერილი. რატო? საჯარო განხილვებში საზოგადოების აქტიურობა, მათი ადეკვატური და არგუმენტირებული ჩართულობა ყველაზე უმნიშვნელოვანესი მომენტია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ადმინისტრაციულ პროცედურაში. და სამართლებრივად უდიდეს როლს თამაშობს თვითონ მართვის ორგანოსათვის, გამიგეთ, რომ მან გადაწყვეტილებები, ესე ვთქვათ, მიიღონ რეალური და შემდეგ რომ არ იყოს ეს სასკანდალო, გამიგეთ. საზოგადოების ადეკვატურობის მიღწევა გარემოს დაცვითი უწყების პრეროგატივაა, ბატონებო, და ამისთვის ამ ინსტიტუტის გაძლიერებაა საჭირო არა ისე რომ როგორც დღეს ინტერესთა კონფლიქტია და სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვითი გვინდა ეხლა ესე ვთქვათ გავაერთიანოთ, არა და დამოუკიდებელი უწყება უნდა არსებობდეს და უნდა გახდეს პასუხისმგებელი საზოგადოების ესე ვთქვათ ცნობიერების ამაღლებაზე გარემოს დაცვითი მიმართულებით, ბუნებრივი რესურსების მოხმარება მათ შორის კლიმატის პრობლემებთან დაკავშირებით, გამიგეთ? და თუ კი ჩვენ სათანადოდ ვიმუშავებთ, ხო, საზოგადოებასთან და თუ კი აიღება მართლა იქნება რაღაც გარკვეული წინააღმდეგობები, რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე, ხო? და შეიძლება მე სხვა ინსტრუმენტების გამოყენება. და არის სამართლებრივი ინსტრუმენტები, გამიგეთ? ძალიან ბევრი. თუმცა აუცილებელი არის რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოების ესე ვთქვათ ცნობიერების ამაღლება. ყოველ შემთხვევაში აი აქეთკენ უნდა წარმართოთ ჩვენი საქმიანობა და ამას ვერ გააკეთებს გარემოს დაცვითი უწყების გარდა ვერც ერთი უწყება, გამიგეთ? ეხლა რაც შეეხება ის რაც თქვენ ბრძანეთ, მე აუცილებლად ხაზგასმით მინდა ვთქვა რა,
რომ კოდექსში ცვლილებები განხორციელდა, ჩვენ მქონდა ესე ვთქვათ, ჩვენი ხედვები ჩამოწერილი, მათ შორის აი SMS-ებით რომ და მიიღო ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ რატომღაც არ გაითვალისწინეს და აი ეს არის ზუსტად, რომ შესაბამისად შემდეგ ქმნის საერთო გაუგებრობას, გამიგეთ? კონკრეტულად ეხლა ერთ-ერთი საკითხი ესეც, მაგრამ არის მიღწეული, მაგრამ ნაწილობრივ გათვალისწინებული ჩვენი წინადადება ის, რომ ვთხოვდით, რომ სკოპინგის შემდეგ აი უმნიშვნელოვანესი ეტაპი არის თვითონ სკოპინგის, ესე ვთქვათ, ეტაპი, პროცედურა და მით უმეტეს იქ საჯარო განხილვა სკოპინგის ანგარიშის გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ესე ვთქვათ, პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია მას, რა. და გადამწყვეტიც იმისა, თუ რამდენად სწორად იქნება მოგეხსენებათ ეს თვითონ ანგარიშიც და შესაბამისად მერე გამოცებული შესაბამისი აღჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც. ანუ ვთხოვდით 5 წელიწადს, რომ სკოპინგის მერე, ანუ კოდექსის მოთხოვნის საფუძველზე საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 5 წელიწადში, მაგრამ ეს 5 წელიწადი ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ეგონათ და დაწერეს 3 წლის ვადაში. ვერ მიიღებს. იყო ადრე 2 წელი. ანუ 1 წელი მოამატეს. პრინციპში ეხლა თქვენ იცით, რომ გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სკოპინგის მერე 3 წელიწადში. ბუნებრივია, რომ 3 წელი ანუ შეიძლება კიდევ რა ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების, ესე ვთქვათ, დაკვირვების ანაკრებები რაღაცა ავიღოთ აი ამ კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე და შესაბამისად რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, პროგნოზის გავაკეთოთ, გამიგეთ? მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ რაც უფრო მეტი იქნება დაკვირვების, ესე ვთქვათ, ანაკრები დროში, ხო, გაჭიმული, რა მით უფრო, ესე ვთქვათ, ნაკლები დანახარჯები ექნება შემდეგ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში ამა თუ იმ სუბიექტს, საქმიანობის განმახორციელებელს. აი ეს ეხლა ერთი რაღაც ესეთი მხოლოდ განცხადებით ვერ მიიღწევა, საჭიროა მუშაობა აი ამ ხალხთან და რაც შეეხება კიდე საექსპერტო კომისიას და ამით დავასრულებ რა, რომ ჩვენ ვთხოვდით, რომ საექსპერტო კომისიაო გვეუბნებიან, რომ შესაბამისად, როდესაც გააკეთებს ექსპერტიზის დასკვნას, ეს მუხლი 53 არის, ნაწილი 5, რომ შეიძლებაო სააგენტობო მისი, ესე ვთქვათ, ეს დასკვნაო არ არის საერთოდ სავალდებულო და შეიძლება არც გაითვალისწინოს, გამიგეთ? და დაასაბუთოს თუ რატომ არ ითვალისწინებს. ეს პირდაპირ შეწერილია, მაგრამ აი ჩვენ ვთხოვდით, რომ მოდით ეს დასაბუთება ერთი დღის წინში გამოქვეყნდეს. გახსოვთ ამაზე ჩვენ გქონდა საუბარი, გამიგეთ? არ გაითვალისწინეს არც ეს. აი ამას ბატონო, მე მახსენდება აი ეს თქვათ SMS-ების თემას რომ დავუკვირდეთ, ჩვენ სანამ SMS არსებობს, ვითხოვთ ამ პირობას, რომ ცოტა ხანში ტექნოლოგია შეიძლება ისე წავიდეს წინ, რომ SMS-ები საერთოდ საჭირო აღარ იყო. შეიძლება, მაგრამ ვითხოვთ, რომ გამოვიყენოთ SMS-ები, მესიჯობა შეიძლება მიმართოთ სამინისტროს. სიტყვა მესიჯი ჩაწერეთ იმაში, რა ქვია. უფრო მეც გეტყვით, სოციალური ქსელები მოიხსენიეთ, სირცხვილია, Facebook-ის ეპოქა არის, Twitter-ისაც კი. სოციალური ქსელები ჩავწეროთ, ერთი გაავრცელეთ და ყველას ეწოდინება. ანუ და არ გინდათ ეს ცარიელი დარბაზები შეხვედრაში, ან მოყრილი ხალხი, რა ქვია, სამსახურის უფროსები, ყველა უნდა იყვნენ შეხვედრაზე, მაგრამ მხოლოდ სამსახურის უფროსები არ უნდა იყოს. ვიღაცა მოსახლეობიდანაც უნდა იყოს. თუ გონიათ სამსახურის უფროსებს, რომ მოსახლეობაზე უფრო ჭკვიანები არიან, ეშლებათ. მე მათ არ ვაკნინებ. სამსახურის უფროსები ძალიან კარგები არიან ხოლმე მუნიციპალიტეტში. ამიტომ ძალიან კარგია რომ ეცლებიან. მაგრამ არ არის ცოტა მოსაწყენი, რომ თავის კოლეგებს უყურებენ მარტო? დაუძახონ ცოტა ერთი ადამიანებსაც კითხონ, რა ხდება და როგორ ხდება და ამიტომ SMS-ებს, სოციალურ ქსელებს ვითხოვთ, Facebook-ის live-საც ვითხოვთ, ქალბატონო ნინო, Zoom-ს ხო ვითხოვთ და ვითხოვთ. იმას ნუ ჩართავენ, რა ქვია, არ ვარგა, WebEx-ი არ ჩაწეროთ, Zoom-ი, არა, ხუმრობ ეხლა ჰიბრიდულ რეჟიმში. ჰიბრიდულ რეჟიმში თუ შეიძლება, სხვა შორის ქალბატონო ნინო, ესეც ქალბატონმა ნინო თანდილაშვილმა დაგვიდასტურა, რომ
კი, გავითვალისწინებთო. ოღონდ რა თქმით გაითვალისწინეს, იცით? პანდემიის პირობებშიო. რა ვქნათ ახლა პანდემია რო დამთავრდა? არ შეიძლება Zoom-ში რო ჩავერთოთ, მაგალითად სვანეთში განხილვა თუ არის? სვანეთში უნდა წავიდეთ, მაინდა-მაინც და CO2-ის ემისია გამოვიწვიოთ, ფული თუ გაქვს საკმარისი რო იქ წავიდეთ? თუ თბილისში ვიცით რომ სრული პოტენციალია ხო საქართველოს ინტელექტუალური გამოყრილი, კარგია თუ ცუდია, ხო? არ გამოიყენონ სვანებმა თბილისის ინტელექტუალური პოტენციალი? აუცილებლად უნდა ჩავიდეს, იგა ვერ ჩავა ყველა მეცნიერი და ყველა ექსპერტი სვანეთში, ვერ მოაკეთებს. არ შეიძლება რომ დავეხმაროთ ამ ხალხს, თუნდაც ამიტომ ეს ყველაფერი გასაკეთებელია, ნაწილობრივი იყო ქალბატონი ნინო გათვალისწინება ქალბატონი ნინოს მიერ ამ პუნქტის. არა, ჩვენ ვთქვით რომ მუდმივად და სხვათა შორის ნუ გონიათ რომ ეს უმნიშვნელო საკითხი არის, ამ საკითხის გამო მე ბატონო აკაკი რო იცოდით ანაზღაურებაზე ვთქვი უარი. ერთადერთი ჩემს კარიერაში გაკეთებულ საქმეზე დამეთანხმებით რომ ცუდად არ შევასრულე კოვიდის პირობებში პირველი ზუმი გავმართეთ პარლამენტში ზუმი არ იყო ვებექსი იყო გავწვალდით ძალიან მაგრამ საჯარო შეხვედრაც კი არ იცოდნენ როგორ უნდა ჩაეტარებინათ მეოთხეზე გამოჩნდა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე რა თქმა უნდა მესმის მის იმიტომ რომ სენსიტიურია ეს ყველაფერი და რომ დაინახა რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის ონლაინად შეიძლება საუბარი კი ბატონო ბოლო შეხვედრა მან წაიყვანა ოღონდ ჩვენი მიწოდებული წინადადებები ბატონო აკაკი არ მოგცეს პასუხი ისე არ გაითვალისწინეს მე არ ვამბობ გადაწყვეტილების მიმღები შენ ხარ და გაითვალისწინე გინდა გაითვალისწინე გინდა ნუ მაგრამ პასუხი გამეცი რატო არ გაითვალისწინე დასაბუთება გააკეთეთ ამისი გადააკეთეს დოკუმენტი და გადაკეთებული დოკუმენტი ყველა საჯარო უწყებას დაუგზავნეს და მე პროტესტის ნიშნად რომ მათ იცოდნენ რომ პროცედურა არის ესეთი ექსპერტმა რომ რაღაცა თქვა კი არ უნდა თქვა არა იმაზე უნდა თქვა რატომ არა იმიტომ კი არა რომ მართალია თყვანის ზებნას არ დავიწყებთ უბრალოდ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს რატომ არა მე რო დავწერე მაგალითად იქ რეკომენდაციის სახით და ეს ბატონო აკაკი ეს ჩემი რეკომენდაცია კი არ იყო 3-4 არასამთავრობო ორგანიზაცია მეუბნებოდო რომ რამე არ შეგეშალოს ეს საკითხი თქვენ გახსოვთ ხო მაშინ შეწყვეტილი იყო საჯარო შეხვედრები და საკონსტიტუციო სასამართლოში სხვათა შორის საკმარისად კვალიფიცურად არ უჩივლეს იმიტომ რომ განსახილველადაც არ მიიღო კონსტიტუციურმა სასამართლომ მაგრამ მე ჩემი პასუხისგებლობა მქონდა ეს საჯარო შეხვედრებზე რაღაცა უნდა გადაგვეწყვიტა და ჩემი აზრით შევთავაზე გამოსავალი ჰიბრიდულ რეჟიმში ვისაც უნდა დაესწროს ვისაც არ ეშინია თავის ჯანმრთელობის დაზიანების დაცული იყოს კოვიდის პირობები და ამიტომ სხვათა შორის იურისტის სასარგებლოდ უნდა თქვა კომიტეტის ძალიან კარგი ურიადყოფელი ბატონი კახა თუ არ მეშლება სახელი მან თქვა რომ არა პირადი შეხვედრა სულ სხვა რაღაცაა როგორც იურისტმა ბოლომდე არ ამიხსნა მაგრამ მივხვდი რომ იურიდიულად სამართლებრივად მნიშვნელოვანია ფიზიკური შეხვედრა მაგრამ იქ ამიტომ ეს ფიზიკური შეხვედრა რა თქმა უნდა დავტოვე ყველა პირობების დაცვით ვისაც ეშინია თავისი ჯანმრთელობის დაზიანების შეუძლია არ მივიდეს მაგრამ ჩაერთოს ონლაინ შეუძლია და ზუსტად იგივე ძალა ეკნებოდა ონლაინ ჩართვასაც სამწუხაროდ უარი მივიღეთ ამ რაციონალურ წინადადებაზე და დღესაც კოვიდიდან 5 წლის თავზე არა გვაქვს მაინდა-მაინც პანდემია ხო არ უნდა იყოს რომ ზუმი ჩავერთოთ სადღაც ხო და Facebook Live-ში ჩართონ გაუგებარია რა შეხვედრები იმართება გაუგებარია იმართება თუ არ იმართება ოქმები არ ქვეყნდება სირცხვილი და თავის მოჭრა ბატონო აკაკი მე ამას სხვას ვერ გეზეშეს პროცედურა სხვა არაფერი არ არის თუ არა საჯაროობა ყველაფერი დანარჩენი არის კონსულტანტის ხელოვნება დაწერს კარგად თუ არ დაწერს კარგად მაგრამ ვიღაცა უთხრას რომ კარგია თუ არ არის კარგი მის კვალიფიკაციაზე SMS თუ არ გაუგზავნით, საიდან გაიგებს მოსახლეობა, რომ გვერდზე რაღაცა სიხილავენ, რომელსაც მასზე უშუალო სათაური რო გაიგოს. მარტო ბატონო აკაკი, იმდენად კარგი განათლების არის, ჩვენ განათლებაც არ ჭირდება მას, სახი აზრი და აზროვნება ჭირდება. ეგრევე მიხვდებიან მასზე ზემოქმედება და გამოცხადდებიან. როგორ აქვთ დარბაზები цаრიელი? რატო არ მიდის ხალხი კითხვას არ უსვავე? გეზეშეს პროცედურაა ამაში დამნაშავე? არა, გეზეშეს პროცედურის არ შესრულება. ინფორმირებულობის არ მიწოდება შეწყვეტ თავისი ინფორმაციის მიუწოდებლობა და მეცაც ოპერატიულად ბოლომდე როცა არ მუშაობ საზოგადოებასთან შესაბამისად დასწრებაც არ იქნება მერე სამაგიეროდ აუცილებლად იქნება აღშფოთება ხელვარება რატო აშენებენ რატო მიიცეს ნებართვა იქნებ მანამდე გავაკეთოთ ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ერთი განხილვა არა ერთი არამედ შეიძლება 2 დაგჭირდეს ან 3 იმიტომ რომ ადამიანისთვის ბევრ შემთხვევაში დაზუსტებები არის საჭირო სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოგვეწურა კოლეგებო და ამიტომ მინდა რომ მონიტორინგი დაგვრჩა
მაგრამ მონიტორინგზე ზოგადად რო ვისაუბრებთ, ზოგადად მონიტორინგზე, მაშინ ვისაუბროთ ამის მონიტორინგი როგორ უნდა ხორციელდეს. იმიტომ რომ დამატებით კიდევ ერთხელ ჩვენ შევაჯამებ, რომ მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნას კანონმდებლობაში მკაფიოდ იყოს გაძლევი, ვინ არის პასუხისმგებელი და მეწარმის პასუხისმგებლობა გაითვალისწინოს კონსულტანტამაც და ანუ კონსულტანტიც იყოს პასუხისმგებელი და იყოს გადაწყვეტილების მიმღები. მაგ შემთხვევაში აღარ ჩაგვიწერს გაფართოების ანგარიშში ევროკომისია, რომ სად არის თქვენი აღსრულების მექანიზმი. აღსრულების მექანიზმი მაგში იქნება დახვეწილი. სახელმწიფო შევთავაზოთ ქალბატონო ნინო, რომ აუცილებლად სახელმწიფო დასამტკიცებლად და მივეძლიოთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოები უნდა იყოს დადასტურებული ან დამტკიცებული უწყების მაინც. უწყების მიერ მაინც. იმიტომ რომ სხვანაირად მას ძალა არ აქვს. სხვა შორის კარგი იქნებოდა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადოს საზოგადოებრივი კონსულტაციების და წარუდგინოს მინისტრს ხელმოსაწერად. დიახ. და რატო არის? იცით რა, როგორც კი პასუხისმგებლობები გადანაწილდება, მეწარმესაც უნდა ქონდეს შესაძლებლობა, რომ მე მოვამზადე თქვენი სახელმწიფოს მიხედვით. თქვათ, ეხლა რაც არის გამოქვეყნებული ამის სახელმწიფოს მიხედვით და შენ მე მივხარვეზებ დოკუმენტს. ისეც ხო კონსალტინგია. რატო მიხარვეზებ? ეს ამას რა ძალა აქვს? ისეც ბიზნესია, კი? იმას რა ძალა აქვს გამაგებიეთ გამოქვეყნებულ დოკუმენტს არ დამტკიცებულს. არანაირი იურიდიული სასამართლოშიც ვერ უჩივლებს. იმიტომ რომ იურიდიული ძალა არ აქვს. სხვა შორის საერთაშორისო არბიტრაჟში წააგებენ. იმ წუთასვე წააგებენ. იმიტომ რომ არ შეიძლება დოკუმენტი არ იყოს დამტკიცებული. დიახ. ეს არის ჩვეულებრივი კარგი ბიუროკრატია, რასაც ქვია. მაგრამ ბიუროკრატებს ვერ ვაგებინებ. კომპლიმენტი. კარგი ბიუროკრატია და მაპატიეთ ბევრჯერ ამ კარგ ბიუროკრატიას ასეთ ინსტრუქციებს, რომელიც არსებობს უცხოეთში და რომელიც არის დამტკიცებული, ადამიანების სიცოცხლე გადაურჩენია. ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ამას არ უყურებთ ესე, ამასობაში უნდა უყურებთ. დიდი მადლობა ყველას და მოდით სხვა შეხვედრამდე კიდე გავაგრძელოთ ეს საუბრები. უკვე ჩვენ წინა გვაქვს სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების შეფასება, ტრანსსაზღვრო გარემოს ზემოქმედების შეფასება, რომელიც საერთოდ უცხო ხილია საქართველოსთვის. მადლობთ. მადლობა. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა, საინტერესო იყო ძალიან. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად.